ჩვენ აქ წარმოდგენილი გახლავთ საქციელ საზოგადოებრივ ქართული სამეთვალყურეო საბჭო ძირითადად ბატონ გია ყვაშილავა ბატონ თენგიზ მაპატიო ჩილაჩავა ბატონი ვახში ჟვანია მემედე აბაშიძე ბატონო ვახში არიცეთ რეგლამენტი ყველას მოგეცემა განსრის გამოთქმის საშუალება და დავუშვათ რეგლამენტი მოკლედ ჩვენ დღეს გაფრთხილებული ყავდა ძალიან დიდი წრე კომპეტენტური ადამიანების, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, ტელევიზიის სამყაროები, ხელმძღვანელები დღეს მნიშვნელოვანი დღეა და აი ახლა დღეს პრეზენტაცია გვექნება იმ კონცეფციის, რომელსაც ქვია ეროვნული თანხმობის პარლამენტის, ეროვნული თანხმობის ხელისუფლების შექმნის იდეა, რომელიც დამუშავებულია მეცნიერთა კონგრესის მიერ და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და უნდა დასწრებოდნენ ყველა ისინი, ვინც ახლა ჩამოვთვალე, ყოფილი პრეზიდენტები, ყოფილი პრემიერ-მინისტრები, პოლიტიკის მეკითხარის ხელმძღვანელები და რიგითი წევრებით. მადლობა მინდა მოგახსენოთ იმათ, ვინც მოგზანდით, დიდი მადლობა. ჩვენ ხედავთ, რომ ძალიან რთული სიტუაციაა ქვეყანაში და არა მარტო ქვეყანაში, მსოფლიოში არის და ისე როგორც ახლა არის გადაჭრილი ყველა მოვლენა და ყველა ქვეყანა და ყველა ადამიანი აი ამ მოვლენებთან არასოდეს ასეთი არ ყოფილა ეს ინტენსიური ერთმანეთი და ამიტომ ჩვენ ყველანი ყველაფერზე ვართ პასუხისმგებელი ამის მინდა და როდესაც აი ისეთი რაღაცები ხდება რომელიც აი დღეს ხდება იგივე ახლა დღეს გოგაჟვანია მითხრა რომ დღეიდან მემორი შედის კანონი შეიძლება ესე იგი მიდის მოგუდვის პროცესი. ახლა როგორც არ მოსწონს ჩემი ასეთი თამამი გამოწვევი, მაგრამ რა ვქნა, თემარ რუსეთმა ასე შეარქვა, on udar და ეს on udar დღეს აქ ამას ახორციელებს და ფაქტიურად ესე იგი გაახორციელა ძალიან დიდი ნაწილიდან, ბოლოსაც განახორციელებს თუ არ დავდგებით ერთად, თუ არ მოусმენთ მეცნიერებს. ახლა მეცნიერებს მოусმენთ ეს არ ნიშნავს, რომ აი ჩვენ რაღაცა გავაკეთეთ და მოგვისმინეთ. ჩვენ გეპატიჟებით, აი არის პროექტი, დავждეთ ერთად, გავამჯობესოთ, ვიმუშაოთ, მივიყვანოთ რაღაც კონდიციონზე და შევთავაზოთ საზოგადოებას. ჩვენ აუცილებლად გვჭირდება თანხმობის პარლამენტი, რომელიც არ გააღიზიანებს არავის. ჩვენ აუცილებლად გვჭირდება, რომ პოლიტიკურმა ლიდერებმა მიიღონ გადაწყვეტილება, რომ თავიანთი ამბიციები გაწიონ უკან და მისცეს საშუალება აი ამ მეცნიერულ იდეას თანხმობის პარლამენტის შექმნის თაობაზე. და მე ერთი და ორი წლის შემდეგ ბატონო იმუშავა და დაამტკიცონ, რომ უკეთესად შეუძლია და არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას. Այս მინდოდა მეთქვა და კიდევ ის რომ კიდევ ერთხელ ვეთქვი ბატონების იუბილეს, ბატონ გიას რა თქმა უნდა, ვერთები ბატონ ტარიელს გულში მე და ბატონ თემური ვიტავით ბატონ ნინო უძილაურის ციკლის პრეზენტაციაზე და იქ პირველი ვერდი პირდაპირ დათმობილი აქვს ტარიელ ხარხელაუს და მისთვის ჩვეული სილამაზით და სიღრმით იყო აღწერილი აი ამ ახალგაზრდა პროექტის ახალგაზრდა ახალწიგზე. აი ეს მინდოდა მეთქვა. ახლა კი თხოვოთ ბატონ თემურ შაშიაშვილს, თავარ ორგანიზატორს, მეცნიერთა კონგრესის თავარ ორგანიზატორს, ამ ჩვენი ტელევიზიის, მთელი ჩვენი მოძრაობის სულის ჩამდგმას, კაცი რომელიც ყველაფერს აკეთებს და თვითონ თავისთვის არაფერს არ ითხოვს. მეგონი ბატონ ვახშიც უნდა რომ არ ვილაპარაკოთ რეალში. პირდაპირ საკითხიც. აქ მინიშნებულია საქართველოს მეცნიერთა კონგრესის პოზიცია, როგორი ხელისუფლება ჭირდება ქვეყანას. მე დღეს აქ ვარ ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე, ხოლო წარმოვიდგენთ კონცეფციას და უნდა ვიმუშაოთ
ბატონო ბაქში ჩვეულების იმის მიხედვით გააკეთა ანალიზი ბევრი რამის მე დღეს არავითარ ანალიზს არ ვაკეთებ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის მე მხოლოდ და მხოლოდ წარმოადგენ იმას რაზეც მეცნიერებმა მიცადპირეს შევთანხმდით აი აგერ ამ დარბაზში და აქ ისეთი მეცნიერები არიან ნებისმიერი ქვეყანა იავაგებდა ამით მე ვუერთები ბატონ გიამადარიშვილთან დაკავშირებით მილოცვას ეს უპირისპირესი კაცია და გამორჩეული პიროვნება არის ისევე როგორც ბატონი დარიელ ხარხილაური ესენი მეცნიერთა კონგრესის უდიდესი წარმატებული პიროვნებები არიან და სასიამოვნოა რომ აი მე მიგეს უნოცავ ჩვენ დღეს ერთ დარბაზშია და მეორეს კიდე თიანეთშია და აქედან მესამე აქ პირდაპირი გადაცემა მიდის Facebook-ზე და შეიძლება უსმენს კიდევაც. ძალიან თუქე დავაიწყო და ახალი დოქტორი რო ყავს. მაგე მინდა მესწრე. ძალიან საინტერესოა. ახალმა დოქტორია. ბატონმა მე რამდენი დოქტორია თვითონაც აღარ იცი ზაირია. ეს არის მიხარია რომ ქუთაისის რეფორმების შვილია, განათლების რეფორმების შვილია. ესე იგი არის ერთ-ერთი წარმატებული მეცნიერი და არა მარტო საქართველოსთვის, ბატონი გია კვაშილავა. დღეს ყველას გვაცნობა რომ ეს ვიცოდით ჩვენ გაფორმაცია, მაგრამ ძალიან აკადემიურად და კარგად ჩამოაყალიბა რომ ხორვალი იუნესკოს მიერ გუშინ ნიუ-დელიში შეტანილი არის მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში. მიულოცოთ საქართველოს საქართველო არის ღვინისა და ხორბლის ქვეყანა და ამ საქმეში მეცნიერთა კონგრესს ისევე როგორც თქვა ბატონ გიას იკავს ბატონი ესე იგი ბაკო გულვას ბატონი გლონდი ძალიან საინტერესო პიროვნება პროფესორი დოქტორი მათირული ძალიან დიდი იყო და ყველას დიდი მადლობა უთხრა ვინც ამ საქმეში მონაწილეობდა ეს უდიდესი გამარჯვებაა თუმცა პათოლოგია დამეთანხმებით რომ უმწვავესი შეფასებებია გაკეთებული რომ საქართველოში ტრადიციებისადმი დამოკიდებულება არის ცუდი დოკუმენტში წერია ის რომ ამ ხორბალს ეკიდებიან ცუდად შემოაყვეთ გარედან მთელი ამ ბებიაში ძალიან სერიოზულია ჩვენ გავდეთ Facebook-ზე ეს მასალა და ძალიან გახარებული ვარ რომ როგორც ღვინის ხაზით 4 რამ არის რომლითაც ბიბლია და ჩვენ ცხოვრება არის ეს არის წყალი ღვინო თაფლი ხორბალი 4-ისთან არის დაკავშირებული მეცნიერთა კონგრესი და ძალიან სერიოზული პროგრამული დოკუმენტები გააჩნია ბატონ რომან რუა შეიძლება შემოგვიერთდეს ის პროგრამა წყალთან დაკავშირებით სათავეშია ბატონი ვახში ის მეცნიერთა გუნდი თაფლთან დაკავშირებით ძალიან სერიოზული რამები განახორციელეს ესე იგი ხორბალთან დაკავშირებით უამრავი ადამიანია ქვეყანაში ჩართული და სასიამოვნოა და ხოლო ღვინო აი ეგრე კალბატონ მედიასთან ვიტყვით რომ გამოცხადდა რომ ესე იგი შემოდგომის პირველი დღე სოფლიო მასშტაბით იქნება აღნიშნული როგორც ღვინის დღე და ამის ინიციატორი არის საქართველო და ეს ყველა ეს პიროვნებები დაკავშირებულია ჩვენთან მეცნიერთა კონგრესთან ფაზის აკადემიასთან გელათის აკადემიასთან და ასე შემდეგ. ეხლა ისე საქმესთან დაკავშირებით ვიმეორებ აქ მოცემულია განმარტება ხელისუფლების მეცნიერთა კონგრესმა 15 წლის წინ თქვა გააკეთეთ ეს და იყავით დაგიკრავთ ტაშს თუ ამას არ აკეთებთ არ ახერხებთ ხელისუფლება კონსტიტუციის გარეთ აყენებს საკუთარ თავს ჩვენ ყველას ვუთხარით თუ თქვენ თვლით რომ ეს ძნელია და ის 21 პუნქტი ჩამოყალიბდა მეცნიერთა კონგრესის პროგრამები და ის ხალხი ვინც არის დაკავშირებული და ის პრინციპი როგორადაც ჩვენ ვადგენთ ეროვნული თანხმობის ხელისუფლებას ის აიღებს პასუხისმგებლობას და 2 წლის განმავლობაში ამას პრაქტიკულად დაასრულებს. ხონდა დამთავრდეს ქვეყანაში ხალხის სწავლება. ჩვენ ხმამაღლა და ყველას ვეუბნებით. აი ეს არის მეცნიერთა კონგრესი. მან შემოიტანა განმარტება. რას ნიშნავს საქართველოს ხელისუფლება მომძაბნად და საქართველოს ხელისუფლება სწორედ აი ესეთია, რომელიც ამას აკეთებს. ეხლა გადავიდეთ საქმესთან დაკავშირებით მინდა გითხრათ რომ ჩვენი პროექტის უმნიშვნელოვანესი ასია პირველი პარლამენტის წევრები არიან. შემდგომი პარლამენტის წევრები არიან. აქ სხვადასხვა პარტიული აქ არიან წარმომადგენლები რომლებიც შევარდაძის დროს იყვნენ ხელისუფლებაში, გამსახურდიას დროს იყვნენ ხელისუფლებაში არიან ამ დარბაზში. იყვნენ შევარდაძის დროს გარკვეული თანამდებობები ეჭირათ. ბატონი ზვიადის გამსახურდია თქვით შევარდაძის დროს თქვით მიხეილ სააკაშვილის დროს ყოველთვის დიდი ფიგურა ვინ უნდა იყოს
სასამართლოს თავმჯდომარე გახდა ბატონი კოტე, რომელიც ეგრეთ ბატონი კოტე კენულარია და ერთ-ერთი გამორჩეული დღეს რადიო ტელევიზიაში გადაცემა მოხდავს და ვიმეორებ რომ აი დღევანდელი ხელისუფლებასთან დაკავშირებული ბევრია, ოღონდ იყვნენ შიგნით და უკვე გამომიდოდნენ რა მნიშვნელობა ჩვენ არა ვართ არც ერთი პარტიის ამ შემთხვევაში წარმომადგენლები, ჩვენ მეცნიერთა კონგრესი ვადგენთ კონცეფციას როგორი უნდა იყოს. პრინციპს ვარგანებთ თავას. საქართველოს სჭირდება ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის შიგნით თავისუფალი იქნება დაპირისპირებისგან, კონფრონტაციისგან და ქვეყნის გარეთ ვალდებულებებისგან. საქართველოს არ გულია ხელისუფლება 92 წლის შემდგომ, რომელიც ქვეყნის შიგნით არ არის დაპირისპირებაში თავისივე ხალხთან თუ თავისივე როგორ გუნდთან და არ არის ანგარიშვალდებული ქვეყნის გარეთ. ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს სჭირდება ხელისუფლება, გარდა იმისა, რომ ეს შეასრულოს, ამისთვის საჭიროა, რომ ქვეყანას ჰყავდეს ხელისუფლება, რომელიც არ არის ფულისა და ძალაუფლების მოყვარული. ეს არის პრინციპული განმარტება, მსოფლიოში მიღებული, რომ თუ გინდა ქვეყანა წავიდეს წინ, მას არ შეიძლება ჰყავდეს ხელისუფლება, რომელიც მიდრეკილია ფულისკენ და ძალაუფლებისკენ. და თქვენ თვითონ გააკეთეთ დასკვნა და ვინც ისმენს და ვინც დახავს ამას გადაცემას თუ ოდესმე ასეთ ხელისუფლება ყოლია პირიქით მე მგონია რომ რაც რო გადის მით უფრო ძიმე ხდება. ეხლა ჩვენ ვლაპარაკობთ ეროვნული თანხმობის ხელისუფლებას. და დღეს აქ ჩვენთან აქ ითქვა უკვე ბატონი გოგაჟვანი ესება ბატონი ძმა ჩვენი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ძმა და იყო ხელისუფლებაში წერალა ვთქვათ აი წინა ხელისუფლებაში და ვინ მინდა მან ყველაზე უკეთიცის ოცნებაში შიგნით რა დუგილია და როგორი მდგომარეობაა და ამიტომ ჩვენ ამ პრინციპებს ვახალიბებთ ალბათ ყველაზე მეტად ის ფიქრობს გულში რომ რა ბედნიერი იქნება ქვეყანა როცა ამ ქვეყანას ეყოლება ხელისუფლება რომელიც არ იქნება ფულისა და ძალაუფლების მოყვარული. ძალაუფლების მოყვარული ხელისუფლებისაგან უნდა ელოდო ყველაფერს. ფულის მოყვარული ხელისუფლებისაგან უნდა ელოდო ყველაფერს. გარდა ეროვნულისა, გარდა ადამიანურისა და გარდა იმისა, რაც ქვეყანას წაიყვანს წინ. ჩვენ ვლაპარაკობთ ეროვნული თანხმობის ხელისუფლებაზე. ბევრს გონია, რომ ეროვნული თანხმობის ხელისუფლება ნიშნავს ერთნაირად მოაზროვნებთა შეგრებას. ეს არის აბსურდი. ჩვენ ასეთი რამ მეცნიერთა კონგრესში ეს განმარტება ეროვნული თანხმობის ხელისუფლება ნიშნავს იმას, რომ საზოგადოების ყველა ენას რომელიც გარკვეული მოცულობითაა ქვეყანაში თავის წარმომადგენლები თავდეს პარლამენტში. რომ პარლამენტში თავდეს თავის წარმომადგენლები, ესე იგი, ყველა რეგიონს. თქვენ იცით ამერიკაში როგორაა წონასწორობა დაცული, არის ორი პალატა. ერთ პალატაში ირჩევენ იმის მიხედვით მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე, ხოლო მეორე პალატაში ირჩევენ შტატებიდან გამომდინარე, ყველა შტატს ერთნაირი წარმომადგენლობა აქვს, რატომ რომ დაცული იყოს ბალანსი. პრაქტიკულად საქართველოს პარლამენტი რომ ავიღოთ კარგად თბილისის ორ რაიონში მცხოვრებ ადამიანთა პარლამენტია. ეს ამათ სხვა მეტი არაფერი რეგიონებთან ხოლო თუ ჩაიგრიან ფულის დასარიგებლად ან ხალხის მოსასყიდად ან რაღაცა ზოგიერთმა ნარკოტიკებიც კი ჩაიტანა კიდე და სხვა მეტი აქ ამ შემთხვევაში სხვა რამეს სხვასთან არ არის. ამიტომ ვიდრე არ იქნება პრინციპი დაცული ეროვნული თანხმობა ანუ საზოგადოების ყველაფერას მე მომწონს არ მომწონს ჩვენთანაც არის ეს კამათი ძალიან ბევრია ბატონი ირაკლი მაჭავარიანი ესება და ჩვენ ძალიან ბევრი კონფლიქტი მოვიწიეთ პიროვნებასთან რომ ის არნაირია ჩვენ ვამბობთ რომ იმ კატეგორიასაც აბსოლუტ იმ სოროსის არიო და რაღაცოი ჩვენ ვამბობთ იმას რომ ვისაც ყავს წარმომადგენლობა ქვეყანაში რაღაც გარკვეული მე მომწონს არ მომწონს მე არ უნდა ვიყო იმის წინააღმდეგი რომ თქვათ ის პარლამენტში იყოს ისევე როგორც მე უთხარი მაგალითად ბატონ უსუფაშვილის დიდი ტრიბუნიდან რომ ჩვენ შორის ერთი განსხვავება ის რომ მე რომ მქონდეს საშუალება ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ თქვენი იდეოლოგია არ იყოს ქვეყანაში მაგრამ თქვენნაირი კაცი ერთი მაინც რომ იყოს პარლამენტში იმიტომ რომ თქვენ ხართ გარკვეული წარმომადგენლობა მაგრამ თქვენ აკეთებთ ყველაფერს იმისთვის რომ თქვენი იდეოლოგიის გარდა ჩემნაირი კაცი რომ არ იყოს პარლამენტში ჩვენი პრინციპი არის სხვა საზოგადოების ყველა ენას მემარცხენე ხარ, მემარჯვენე ხარ, ცენტრისტი ხარ, რომელი პიროვნება თუ შენ ყავს ამომრჩეველი ქვეყანაში რაღაც გარკვეული რაოდენობა,
ეს ყველას უნდა ყავდეს თავის ევროპული ბალანსი იყოს დაცული. სხვანაირად ეროვნული თანხმობა ვერ იქნება. ეროვნული თანხმობა არ ნიშნავს ერთნაირად დაზრუნებას. ეროვნული თანხმობა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ერთი რაღაც სამეგობრო ვიყოთ, როგორც პარტიები ხარებდება ჩვენთან. ამიტომ ეს თავიდანვე რომ გამემართა. ეხლა რაც შეეხება იმას, როგორ ხდება ეროვნული თანხმების არჩევის მოკლე პრინციპები რომ ჩამოვაყალიბებთ და შემდგომში ამას ნელ-ნელა მატრიალებ და თავად იმას მოისმენთ. ჩვენ ვეუბნებით ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ ამ ეტაპზე პარტიების დრო არ არის. პარტიებმა ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩაიყენეს საკუთარ თავი. რომ ხალხში არის სიძულვილი პარტიების მიმართ, მიუღებლობა პოლიტიკოსების მიმართ და ამას გაყვა კიდე უკვე ინტელიგენციაც, იმიტომ რომ ხალხი ფიქრობს, რომ ინტელიგენციამაც გაყიდა. ჩვენც ძალიან აკრიტიკებთ ერთგანეს და თვითგვევაში ვართ. და ძალიან ბევრ გამოსვლას რომ უსმენ, ესე იგი სულ თავში ბრაყუნია და მე ვარ და სხვა არავინ არ არის. არა. მეცნიერთა კონგრესი ამბობს, რომ ქვეყანა სავსეა ჭკვიანი ადამიანებით. და აი ამ პროგრამულ დოკუმენტში ჩვენ გვიწერია, რომ ყველა პარლამენტში იყვნენ ქვეყნისათვის საჭირო პიროვნებები. გამსახურდია პარლამენტის სავსე იყო ასეთი ხალხი. იყვნენ შემდგომ შევარდნაძის პარლამენტებშიც, იყვნენ სააკაშვილის პარლამენტებშიც, არიან ბიძინამანაშვილის პარლამენტებში. ჩვენ ასეთი დამოკიდებულებით უნდა ვიყოთ, ბატონებო. თუ გვინდა რომ ქვეყანა შეძლეს თორე აი როგორც დღეს ხდება ყველა გიწევს და მე გამოვიდა ჩვენ თქვენ დაგიძახეთ ახალგაზრდები გამოდიეს ამის და ჩვენ დაგიძახეთ ესე იგი მიტინგზე შეკავდოთ დაგიძახეთ მე რა უნდა რას ნიშნავს ეს დამიძახეთ მაგრამ ბავშვი ვარ თუ რაღაც რომ მიმიყვანო კულტურა არ არის აბსოლუტურად არ არის პოლიტიკური კულტურა არ არის მიმართვის ურთიერთობის იმას რომ მე ასეთ იმას რომ ვიფიქრე დავარეკე და ვიტყვი რომ მისი დასაწყისებლად მე მივდივარ არავინმეს დაძახებაზე სადაც დებები საქართველოსთვის და არა ისო ვიღაცამ დამიძახა რა უნდა დამიძახოს არ აყვაზდება საკუთარ თავს იმხელა უფლებას რომ თქვენ დაგიძახეთ ან როდესაც გამოდიოდა სხვა სასწავლიან ჭკუას ჩვენ თავაზობთ პრინციპს ეს პრინციპი არის 15 წელია შეთავაზებული ჩვენ თქვენ დაგირიგდათ ვისაც არ აგირიგდათ აიღებთ ეს სამი დოკუმენტია თქვენთან მოცემული კარგად ნახეთ ეს სამი დოკუმენტია აი ამას რომ წაიკითხავთ რა ასე იგი ერთ-ერთი მთავარი დოკუმენტია აი რა წინადადებები უარყვეს პარტიებმა ეს ბიძინა ივანიშვილისადმი გაგზავნილი წერილია 2016 წელში ეს გაეგზავნა და 2020-ში თქვენ ამას რომ წაიკითხავთ მე მიხვდებით იმას რომ აი ამის წამკითხვები რომ არ შეხვდება მის ავტორებს და ამის შემქმნელებს იმას საქართველოსთვის კარგი არაფერი არ უნდა წაიკითხეთ წერილი და დაწუნდებით ამაში ეს წერილი ბოლოში ნახეთ როგორ მთავრდება ჯერ ერთი ამაში წერია რომ ჩვენ ვეუბნებით პარტიებს და ბიზნესმენებს რომ არავინ არ არის დღეს მზად იმისთვის რომ ერთმა რომელიმე პარტიამ კონსტიტუციური უმრავლესობა რომ მიიღოს ეს ქვეყანა კრიზისიდან გამოიყენოს არავინ ამისთვის მზად არ არის ამიტომ არის ერთი კონცეფცია ეს არის თქვა ეროვნული თანხმობის ხელისუფლების შექმნა ბოლოში მთავრდება იმით რომ ესე იგი ვეუბნებით იმას რომ დავივიწყოთ ყოველგვარი მიმართავ ბატონო ბიძინა დავივიწყოთ 2016-2020 წელი დავივიწყოთ ვინ ვის ვაწყენინეთ ვინ ვის არ მეუთხარით გადავდგათ ნაბიჯი და საქართველოში როგორმე შევქმნათ ერთობა და ეს ერთობა ამოდიოდეს საზოგადოების განწყობიდან გამომდინარე არავით არის გადადგმული წინადადებები ერთი დოკუმენტი ეს გაქვთ მეორე დოკუმენტი თქვენ არ გაქვთ შემუშავებული პრინციპები ვინ უნდა შესულიყო პირველ ეტაპზე პარლამენტში ამ დოკუმენტში პირდაპირ წერია რომ პარტიიდან პარტიაში მორბენ არის არა ამ ეტაპზე რომ ვინც ფინანსდებოდა გარედან არა ამ ეტაპზე ვინ შექმნა სოციალური ორგანიზაციები არა ამ ეტაპზე ყველაფერი კონკრეტულად არის ჩამოყალიბებული შიგ მაგრამ აი ამას მოკითხულობენ ჩვენ რო გქონდა პარტიებთან შეხვედრა ამბობენ რომ დახიეთ ეს გვეუბნებია რომ ეს არ გამოაჩინა ჩვენ პირიქით დღეს ომოსულდნენ ვარიგებით ამას ჩვენ არ ვამბობთ იმას რომ ამ დოკუმენტში ცვლილების შეტანა არ შეიძლება მაგრამ ჩვენ ვამბობთ იმას რომ ეს არის განხილვისთვის საქმიანი დოკუმენტი თუნდაც ყველაფერი რო შემცვალოთ ამ დოკუმენტში ყველაფერი წერია და მე კიდე მერაბეძენიშვილმა ძალიან კარგმა პიროვნებამ გითხრა რომ ერთი მართალი ტელევიზია თუ არ იქნა ქვეყანაში დაიქცევა ქვეყანა და ჩვენ სწორედ აი ამის საშუალებით დავიწყეთ აი აგერ საზოგადოებრივი პარლამენტის ანუ ეროვნული თანხმობის აი ესეთი მიმართვა 1000 წელია ნებისმიერ პიროვნებას ჩვენ ამ წლის ბოლომდე და სადღაც იანვრის შუა რიცხვებამდე შეუძლია კიდე წაიღოს ეს დოკუმენტი და მოგაწოდოს თავის წინადადებები 3-4000 კაცს აქვს უკვე თავის მოსაზრება გამოგზავნილი ეს უნიკალური რამ არის აღმოჩნდა რომ 200-მდე პიროვნება რომელსაც 10 და მეტი ადამიანი უჭერს მხარს თითოეულს
ეს უკვე თავისთავად კარგია. აჭარაშიც რომ ხას გიჭერენ, კაკეთშიც, ქვემო კაკში, იმერეთში, უკვე საინტერესო პიროვნება ხარ არა, თანაც პრინციპებია ჩამოყალიბებული, როგორ უნდა გაკეთებულიყო ამის ის, ანუ ეს დოკუმენტები არის უმნიშვნელოვანესი და ამ დოკუმენტებში ერთ-ერთი მთავარი არის ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა, რომლის განხილვითაც დაიწყებს მუშაობას საზოგადოებრივი პარლამენტი, რომელიც ჩამოყალიბდება. ეხლა ჩვენ პრინციპი რამც ავიღეთ, რომ მოსახლეობას მიმართოთ, ეს ერთია, მაგრამ რატომ ავიღეთ ეს პრინციპი? რა მიმართეთ ჩვენ 2015 წელში და რა ვთხოვეთ პოლიტიკურ პარტიებს? უთხარით, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ გვაჩვენოს ვინ არის მისი 300 კაცი. 300 კაცი უნდა იყოს, მაშინ ეს იყო კანონი, რომ პარტია იქნება, როცა 300 კაცია და შეცვლილია რაოდენობა არ არის პრინციპული. იკრიბება ეს 300 კაცი, ღიად თუ ტელევიზია არ გადაცემს, თუ ყველა შევთანხმდებოდი ტელევიზიითაც, პარტიის თავმჯდომარე დგება ტრიბუნასთან და პოლიტიკოსებს გარეთ, ანუ ჩვენ ვამბობთ, რომ პარტიებს გარეთ ქვეყნისთვის უფრო საინტერესო ხალხია ამ ეტაპზე საქართველოს მომავლისთვის ვიდრე პარტიებში. ამიტომ მოდით ცოტა ხნით პარტიებმა გავიწიოთ, მაგრამ კი არ დავამთავროთ ჩვენი საქმიანობა. გავიწიოთ გვერდზე ცოტა ხანს და მოდით პროფესიონალებს შევქმნათ პარლამენტი, რომელიც იქნება პოლიტიკური, მაგრამ არ იქნება პარტიული. აი დღეს ჩვენ ყველა პარლამენტი რაც ქონდა აქამდე იყო პარტიული. ჩვენ ვლაპარაკობთ შევქმნათ პოლიტიკური პარლამენტი, მაგრამ ეს არ იყოს პარტიული პარლამენტი. როგორ ყალიბდება თანხმდებით პარტიები, რაც ყველაზე ძნელი გახდა და ამაზე ამბობენ უარს. დაგდებით იმაზე, რომ ჩვენ პოლიტიკური ლიდერები ვინც ვართ, ამ სიებში არ შევხვდით. ამ ეტაპზე ვისვენებ, გავიწიოთ 4 წელი გვერდზე. და ვთქვათ ის, რომ ჩვენ მოვიყვანეთ ქვეყანა ამ მდგომარეობამდე და ვხედავთ, რომ სულს გაფარს. ძალიან ბევრი რა, იუნესკო მაგერ ხორბანი მიიღო, რომ კარგია და გეუბნება, რომ ლანძღავს და ფათხავს, ეხლა იქაც კი გეუბნება, რომ ცუდად მუშაობთ თქვენო და მე დავწერეთ ეს, რომ 2 ძეგლი გელათი და პაგრატი მე მივმართე იუნესკოს მაშინ და მივიღეთ და მე მგონი ერთის და მეორეც ამოღებულია ვეგედან ისეთი რამეები განვითარდა მე ამ ორთავე ძეგლთან დაკავშირებით. ამიტომ ჩვენ ვეუბნებით ყველა პარტიას, დავჯდეთ. თქვენ ჯდებით, ყველა პარტია ჯდება. ქმნის სიას პოლიტიკოსების გარეთ, თავის პარტიის გარეთ, აყალიბებს 150 კაციან სიას. მე გაწმუნებ თქვენ, 120 და 130 პარტიაო, ამას ვერ შეძლებს 10-12. 300 კაცი დღეს არ დაუჯდება 10 პარტიასაც კი რომ მე იმ პარტიის წევრი ვარო, ამასთან რომ გაიგიო სახე არ დაუჯდება ძალიან ბევრი მე ხოიც როგორ არის რა პარტიის წევრები დაემალებიან, ზოგი უცხოეთში წავა და ზოგი რაც მოიგონებს და ზოგი რაც არ მივიდნენ, არ გამოჩნდებიან. აი ეს მდგომარეობა დღეს რეალურია. რისი დანახვაც პარტიებს არ უნდა დებ. ყველა პოლიტიკური ლიდერი ციხეში ზის. და მათი პარტიის ისინი არიან გარეთ აბსოლუტურად სიმშვიდეა. ნებისმიერ ქვეყანაში ერთი კაცი უნდა დაიჭირო თუ ის სერიოზული ლიდერია. Მთელი ქვეყანა დაიწყოს. ყველა ციხეში ზის და გარეთ სიმშვიდეა. და სულ სხვა ძალები, რომლებიც პრაქტიკულად იმ ციხეში მждობებს ებრძვიან, გარეთ ვინც მიტინგებს ატარებს, იმათთვის მიუღებელია ისინიც. ისეთი შაბეჭდილება რჩება, რომ იმათ სასარგებლოდ მოხდა ყველაფერი, იმათ არ აწევდა ის ხალხი და რეალურად ეგეთი რამ მოხდა. ანუ ხელისუფლება მიაღწია იმას, რომ ვინც უნდა მას და როგორიც უნდა ისეთი ოპოზიცია აქვს. ეს არის ყველაზე ტრაგიკული მომენტი. როდესაც ხელისუფლება ცდილობს, რომ შენი მორჩილი, ანუ შენი ქვემდებარე, ანუ შენგან შეშინებული, ანუ შენი წინ დაჭუქილი ოპოზიცია გყავდეს. საქართველოში ხურმა შეძლეს ისევე როგორც უმძიმეს საქმეს აკეთებს ეხლა ეს არაბული კომპანია. ერთი 20-30 მილიონი აქვს იმათ გასაჩერებლად, ვინც დაიწყებს ხვირის. იმას დაურიგებენ ზოგს 1 მილიონი, ზოგს 9 მილიონი, ზოგს 100,000 ზოგს და დაიწყებს უკვე ამის დარიგება, რომ გააჩუმოს და ძალიან ბევრი უკვე წნარად არის. აი ის იმაზე რომ იძულებული ხარ ამის დაშვება მე გუშინ ვთქვი რომ აი მე არ ვარ ქუჩის მომხრე, მაგრამ თუ ხელისუფლება არ წავა იმ კომპრომისზე კი არა არ შეცვლის ამ გადაწყვეტილებას, თუნდაც იმას არ გამოაქვეყნებს მარტო ამის გამო, რო არ გამოაქვეყნებს მე მზარ ვარ გაეროს ის პუნქტი მოვიდეს მოქმედებაში, სადაც არის რომ ხალხს აქვს უფლება რომ ხელისუფლება დაამხოს. აბა როგორ გას ხელშეკრულება დაფორმება არაბულ კომპანიასთან და მეუბნები რომ ამას ვერ გაგიმხელ რა მიწერია შიგო. ნებისმიერ ქვეყანაში ამერიკაში 30 წუთის კაცები და გუშინ პირდაპირ დაუშვი კითხვა და მითხრა იმპიჩმენტ აწუჩილებს პრეზიდენტის რომელიც ამას დაუშვებს რომ ხელშეკრულება მოაწერა რომელიმე ქვეყანასთან მიწის ნაწილზე შემოდის და ასეთი რამე ქალაქს აშენებს ქალაქს
არსად არაბებს ქალაქი არ აუშენებია. საქართველოში ასენებს ქალაქს და ხელისუფლება გეუბნება იმას, რომ მე შენ ვერ გაგიმხელ იმას ხელშეკრულებას რაც მოაწერია. ამას ვინც მოიწმენს საქართველოში მართლა ხელი მომმართავ, მე მარტო ვიყო და ვიცი რომ მარტო არ ვიქნები და ძალიან მე მზადა ვარ რომ თქვა ყველა ფორმით ყველა იმით სიცოცხლის ფასად დაბგე იმისთვის რომ ეგეთი რამ არ მოხდეს ამ ქვეყანაში. მე საერთოდ თქვი იმიტომ რომ პარტია შეიკრიბა 300 კაცს დაგვანახა და წარმოადგინა სია 150 კაცია. ეს გააკეთა ყველა, ვინც ამას შეძლებს 10, 15 თუ 20. ხდება რანჟირება, შეერთება ამ სიების. მე ჩვენი ჩავატარეთ უნიკალური ექსპერიმენტი. ექსპერიმენტი იყო ასეთი, რომ ეს ოცნების გარკვეულ ჯგუფს თხოვეთ დაწერეთ თქვენ 41 თვის განმავლობაში დაწერეთ 50 კაციანი სია. თხოვეთ ნაციონალების გარკვეულ ჯგუფს დაწერეთ 50 კაციანი სია. ჩვენს დავწერეთ 50 კაციანი სია. 15 კაცი ერთმანეთს დავერტყოთ. თქვენ წარმოგიდგენიათ რა პერსპექტივა აქვს ქვეყანას წინ 150 კაციანი სია ჭკვიანურად უდაწეროს. მე პარტია ამით გაიშიფრება. როგორ სიას წარუდგენს ხალხი ხო დაინახავს როგორი ერთი კაცით შეიყვანოს ცუდი უკეთელი პარტიის სახელი გუჩდება. ამიტომ ყველა შეეცდება რომ კარგი ბიმა შეიყვანოს წესიერი პატიოსანი. ჩვენ 4 კრიტერიუმი ახლა ბატონობაში ძალიან ბევრ კარგამებს იმაში აკალიბებს იქ, მაგრამ 4 კრიტერიუმია: ინტელექტი, ენერგია, გამბედაობა და წესიერება. წესიერების გარეშე პირველი 3 უფრო გამანგრეველია. ჩვენ ვეუბნებით რომ ყველა პარტიამ ამ 4 კრიტერიუმით და აქ არის ჩამოყალიბებული თქვენ დაგირიგდეთ ის მასალა ვინ არ შეიძლება შევიდეს ამ სიაში. აი როცა 150 კაციან სია შევაერთებთ ჩვენი პროგნოზით 80 კაცში მინიმუმ 70 კაცი დავემთხვევით ერთმანეთს. უკვე გადაწყვეტილია ქვეყნის საკითხი. თუ თქვა ყველა პარტია შევიკრიბეთ სხვადასხვა იდეოლოგიით, სხვადასხვა მიმართულებით, მემარჯვენე, მემარცხენე, ცენტრისტი თუ სხვადასხვა დავასახელეთ ცოტა საქართველოში. ისეთი ხალხი, აი ვისაც თანაც როგორ არის ამ დარბაზში რამდენიმე პიროვნებაა, რომელიც დასახელებულია ამ სიაში. და უნდა გითხრათ, რომ დასახელებული ახლა როცა აი ეგრე ორი პიროვნება, აი ბატონი თემუჩილეჩევა და ბატონი გიაკვაშილა ორთავი დასახელებულია. დასახელებულია ბატონი კოტეც. დასახელებულია აი ეგრე ისა უამრავ ადამიანმა დაასახელა და რო უთხრა ახლა მეშინი ამის რო თქვა, იმიტომ რომ რომ უთხრა რამდენიმე პიროვნებას აქ შეიძლება გახლახო მე და სხვა რამე ამ პარციებში და ამ შევაგარდა და ეგ თქვენს გვერდით დროზე ბატონ ნიკოლოზ ჩვენ დიდი უგილარი მას უთხრა რომ პარლამენტში შედიო და მე ხელობაში აქვს ჩვენი ბატონი გიანა დარეიშვილი შეიძლება გითხრას რომ მაგრამ ნახეთ რა პრინციპია აი აგერ რომან გურუას ციგნია რომან გურუას ციგში წერია ჩვენ ბუნებრივი განვითარების გზაზე უნდა დავბრუნდეთ და მეცნიერთა კონგრესის ერთი რამ ამოიღო ვინც პარლამენტისკენ გარბის ეჭვით შევხედოთ მაგრამ ვინც პარლამენტში ჭირდება იმას შევეხვეწოთ ჩვენ ისეთი ხალხი დაასახელეს იქ უამრავ ადამიანს უნდა შევეხვეწოთ თავიდან რო გაიგო ბატონმა თენგიზი ხამიჯიამ აღარ მოვალაკო მითხრა და ვეუბნები ახლა მომოხვალ მერე თუ გინდა ვეკი არ დამისახელები ხარ იგი გინდა დავხვდი თუმცა დასახელებული მაგრამ ვარი ხალხი ვინც დასახელებს და ვისაც უნდა და აგერ ბატონი ირაკლი მაჭავარიანი და ბევრი მიეს დასახელებული რომელსაც დღეს ახლა ეს შეხედა არ არის ამის მაგრამ მე ვამბობ პრინციპს რომ აი ხო ხედავთ როგორი კარგი რამ არის შეიქმნა საერთო ბანკი 70-80 კაცი გამოვიდა რომ ერთი და იგივე გვყავს მაგრამ ნახეთ რა არის არჩევნების თავარი პრინციპი არჩევანის თავისუფლება ანუ მე უნდა ხმის მიცემა უნდა შემეძლოს და მე მივიღო თვითონ მონაწილეობა დისკუსიაში არჩევნებში ეს არის ჩემთვის ფუნდამენტური ორთავე დაცულია დღეს არ არის დაცული თუ პარტიაში არ ხარ ვერ იყენს აქ დაცულია ყველაფერი აქ არავითარი პრობლემა არ არის თავისუფლებული ადამიანმა კიდე თავის კანდიდატურა დააკავოს და შევიდეს ამ სიაში კეთდება ერთი საერთო სია ვინც ყველაზე მეტი ხმა რაოდენობა მიიღო აი ერთი და ორი ხმა რომ მიიღო ის არა მაგრამ თუ ასეთ სიაში იქნება თქვა ვიტყვით რომ 10 კაცზე მეტი ხმას ვინც ეწევს ისინი შედიან ჩვენ მე გავიტანთ ამას და ისე როგორც 1991 წლის 31 მარტს ზვიად გამსახურდია ჩაატარა პირველი ადგილობრივი არჩევნები ერთიანი სია ქვეყნდება და ამ ერთიან სიაში შეყვანილია ყველა ვინც დაასახელეს პარტიებმა და როცა მოვავდინეთ შეჯერება ვინც მეტი ხმა მიიღო აი იმ ხალხისგან შედგა თუ ვინმე იტყვის რომ მე მაინც მინდა რომ ვიყო არ არის პრობლემა შეიძლება შევიდეს შიგ და თუ მიიღებს პარდაჭერას აი ეს არის სერიოზული მიდგომა ჩვენ მაგ ეხლა პარტიები ვეკითხებიან კი მაგრამ ჩვენ რა ვქნათ პარტიებს ვეუბნებით
ჩვენ ვქნით პარტიათა ასამბლეას. ასამბლეა არის ცალკე ტარდება კვირაში ერთხელ ან თვეში რამდენიმე შეხვედრა და ყველა პარტია, როგორც 20-ული და 7-ული რომ იკრიბება, ყველა პარტიას აქვს უფლება რომ კვარტალში ერთხელ გააჩნია რამდენი იქნება, კვარტალში ერთხელ ყველას მოუწევს, კვარტალში ერთხელ გამოიტანო შენ ის საკითხი, რომელიც შენ გაინტერესებს, გააკეთო მოხსენება, გამოხვიდე და რეალურად ამ პარტიათა ასამბლეაში უნდა ვიმუშაოთ ფუნდამენტურ დოკუმენტებზე. კონსტიტუცია, ვისაც მიგაჩნია რომ გვაქვს, არ ვიცი, მერტვახელი მოგიმართოთ, მე ვთვლი რომ ეს არის არა ქართველი ხალხის ინტერესების გამომხატული კონსტიტუცია, არამედ ეს არის პარტიული ინტერესების გამომხატული კონსტიტუცია. იყო წინააზე, იყო ის ნაციონალური მოძრაობის ინტერესების გამომხატული, ადრე იყო მოკავშირის ინტერესების გამომხატული, დღეს არის ოცნების ინტერესების გამომხატული. ქვეყანა ჭირდება კონსტიტუცია, რომელიც ხალხის ინტერესებს აღმავლობს. ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ რამდენიმე ფუნდამენტურ დოკუმენტზე, რა დოკუმენტებია ესენი? კონსტიტუცია, ეროვნული სახელმწიფოებრივი დოქტრინა, ადგილობრივი ხელისუფლება, რეფერენდუმის კანონი და ბევრი სხვა რამ, რომელიც არჩევნების კანონი და ასე შემდგომ, აი ამაზე მუშაობს ეს პარტიათა ასამბლეა, ყველაფერი მიდის პირდაპირ სატელევიზიო გადაცემით, ანუ ჩვენ შემოვიდგეთ პრინციპი, როგორც ამერიკელებმა გააკეთეს თავის დროზე. თქვენ იცით რომ რას ამბობდნენ ამერიკის ფუძემდებლები, ჩვენ რომ ჯერ შევსულიყავით ხელისუფლებაში და მერე მივიღო კონსტიტუცია, ეს კონსტიტუცია იქნებოდა ამერიკის დამანგრეველი. აი ჩვენ ვიდრე შევიდოდით ხელისუფლებაში, მანამდე რომ მივიღეთ კონსტიტუცია, იმიტოა ამერიკა ძლიერი. ჩვენ ყველა პარტიას ვეუბნებით, ვიდრე ყველანი აი აგერ ვართ ერთად და ხალხი უყურებს ამას, მოდით ყველა ვაჩვენოთ ხალხს ვინ ვართ. მეცნიერებათა აკადემიაშიც მივიდეთ მოხსენებაზე, რაიონებში წავიდეთ, ხალხი ცოცხლად დავდგეთ ხალხის წინ, ეს პოლიტიკოსები ამ 4 წლის განმავლობაში, 2 წლის განმავლობაში და მოდით ახლა ამას მოწონთ, მაგრამ ამბობენ იმას, რომ 4 წელი გავა, მე ვეუბნები, მე არ ვარ ახალგაზრდა, ასაკის მქონე და მე გთავაზობ, ხო ამას მე უჭერ ხალხს. თქვენ რამ შეგაწუხათ 50 წლის უხარ, 40 წლის უხარ, 55 წლის უხარ, რამ შეგაწუხათ ეს? თქვენს იმაზე ფიქრობთ, შეხვიდეთ თუ ფიქრობთ იმაზე ქვეყნისთვის როგორ იქნება. ეხლა მე დადგა საკითხი კი, მაგრამ პროგრამა რა ექნება იმ გუნდს დააკვირდით, როგორ კარგად აქვს ეს ყველაფერი ამ წიგნში ჩამოყალიბებულია. საარჩევნო პროგრამა. საარჩევნო პროგრამას წერენ მეცნიერები. და ვისაც ასახელებენ, ისია რომ გაკეთებ ერთიან იმათ ეუბნებიან, რომ აი ესაა შესაძლებელი. აი ეს უნდა გაკეთდეს, რაც გვეწერეთ ჩვენ თავში. აი ამიტომ მეცნიერებმა ნახეთ 3 რამ შევძელით ჩვენ. პირველი რომ მე გულიმწყება იმაზე, რომ ძალიან ბევრმა ეს არ გაითვალისწინა და ახლა ველოსიპედებს ვიგონებთ, რა როგორც ითქვია. ესე იგი ჩვენ გვაქვს დღეს რეალურად ქვეყანაში ქვეყნის პოტენციალის ანალიზი, აი ეს წიგნია, პოტენციალი და პოტენციალებს ქვეყანას. ჩვენ გვაქვს ქვეყანაში არსებული მდგომარეობის ანალიზი, აქ არის და არა მარტო აქ. ამ იმაში და ჩვენ გვაქვს პროგრამა ამ პოტენციალის ამ მდგომარეობის ქვეყანაში ეს პოტენციალი როგორ მოვიყვანოთ მოქმედებაში. ანუ სრულყოფილად გვაქვს ეს ყველაფერი ჩამოყალიბებული. 60-70 ისეთი ლოკალური პროგრამა 6 თვეში ქვეყანაში 90% მოსახლეობის მოტივირებული გახდება. მოტივირებული. აი გააყარაზე ესენი ერქარდის ფონდშია გატარებული ზოგიერთი, დენსიაოპენის ფონდშია, სხვადასხვა ძალიან ძლიერ სამეცნიერო ცენტრებშია გატარებული გულიწდება იმაზე, რომ არა მარტო ხელისუფლება, არამედ ოპოზიციის და ძალიან ბევრი ჩვენი მეგობრების ვარია არ ინტერესდებიან ამებით და ყველანი ვიგონებ რაღაც ახალს, არაფრის გამოგონება არ არის. ჩვენი ამოცანა დღეს არის ის, რომ შევკრათ ისეთი გუნდი, აი რომელიც ქვეყანას აიყვანს წინ. ჩვენ ყველანი ვიქნებით კარგად, ქვეყანაში იქნება ხელისუფლება, რომელიც არ იქნება ფულისა და ძალაუფლების მოყვარული. შენ კი არ უნდა გინდოდეს იქ მისვლა. შენ უნდა გინდოდეს ასეთი ხელისუფლების მოყვანა. ეგაა ძალიან ამას უნდა გქონდეს ამის პროგრამა. ამიტომ მეცნიერები ნახეთ, რომ ხალხის მონაწილეობით და პარტიების მონაწილეობით შედგა სია, გაკეთდა შეჯერება, გამოვიდა 400 კაციანი სია, ჩატარდა არჩევნები, ხალხმა შემოხაზა, გააკეთა არჩევანი, ავირჩიეთ პარლამენტი, პროგრამა არის მეცნიერების მიერ შემუშავებული, იმ პრინციპიდან გამომდინარე, რაც მეწერა, პარტიები არ გვაქვს უსაქმოდ და ამ დროს ვაკეთებ პარტიათა ასამბლეას, პრინციპული მნიშვნელობა აქვს კიდე ერთ, რომ იქნება სახელმწიფო კაცების საკრებულო, რაც პატრიარქმა ბრძანა 2010 წელს პატრიარქმა ბრძანა, რომ მე თავაზობ ხელისუფლებას
რომ ძალიან ბევრი ქვეყნის გამოცდილებიდან გადაგებაშია ყველაფერი მინიშნებული, რომ ძალიან ბევრი ქვეყნის გამოცდილებიდან გამომდინარე შეიქმნას სახელმწიფო კაცების აგრეგულო მერე პატრიარქის მონაწილეობით, თუმცა მასთან ისხედით აი ჩამოყალიბდა, მაგრამ პატრიარქს აქვს იმ ადამიანების მონაწილეობით, რომლებიც არიან 75-80-85 წლის, მაგრამ კიდე აქვს ენერგია და პოტენციალი აქვს, გამოცდილება, წესიერად იმუშავებს ყველაფერი, ამ ადამიანები ქონას ეს პრაქტიკულად არის პარალელური მთავრობა, რომელიც ატარებს ხდომებს, იხილება ეროვნული საკითხები, მიდის პირდაპირ ტელევიზიით, ხალხი უსმენს ამას, ეს ძალიან ბევრ ქვეყანაშია ასეთი რამ, ხელისუფლებამ შეიძლება არ გაითვალისწინოს, მაგრამ თუ ხალხი დაინახავს, რომ კარგი რამე შეთავაზა, მეცნიერება შეთავაზეს კარგი რამ და არ გაითვალისწინა, იმ ხელისუფლებას მომავალში არ აირჩევენ. არც ეს აწყობთ და არც ის აწყობს, რომ მოდით ყველამ ერთად შევქმნათ თქვათ ისეთი ტელევიზია, სადაც ყველას გარკვეულწილად ერთნაირი უფლებები გვექნება. იმ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ვინც შეძლებს, რომ 300 კაცი შეძლოს და ასახელოს, კონდეს გარკვეული დრო 1 საათი, იცოდეს ხალხმა ვის როდის აქვს, მოძრავი იყოს ეს გრაფიკი, როექ და იგივე დროს ვარ კონდეს. ყველას ამით ჩვენ 4 დიდი რამე გამოდის, რომ ქვეყანაში პარტიების და ხალხის მონაწილეობით შეიქმნა ესეთი ეროვნული თანხმობის გუნდი, მეცნიერებმა დაწერეს მათ პროგრამა, რომელიც ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეა. პარტიები უსაქმოდ არ არიან, ასამბლეაში არიან და ამავე დროს ხალხი ხედავს, ვინ რას წარმოადგენს უკვე პარტია და შესაბამისად, ესე იგი, პროექტი, რომელსაც მეცნიერები რო წერენ, ასეთ სათაური ექნება მას, რომ ხალხი ქირაობს ხელისუფლებას. ანუ ჩვენ ქირავთ ხელისუფლებას და სასწაულია დღეს რაც ხდება ქვეყანაში და ხმას ვარავინ იღებს, განათლების სისტემის რეფორმა მიიღეს, ეს იგი რაღაც სასწრაფოდ. მაშინ როდესაც არსად მსოფლიოში განათლების სამინისტრო არ წერს განათლების რეფორმის პროგრამას. 40 მინისტრი შეეცვალა და 40-ვე განათლების კონცეფცია ჩამოყალიბდა. ნორმალურ ქვეყანაში კონცეფციას წერენ ინსტიტუტები, ქვეყნდება, შედის პარლამენტში, იწყება განხილვა და ბოლოს იღებს პარლამენტიდან. მე რომ მივიღე კონცეფცია, იმის მიხედვით ვკირავ მინისტრს. აქ მე მინისტრს ჯერ ნიშნავენ და უნებიან შემდაწერა კონცეფციაო. რა იცის მინისტრმა თანაც კაცი, რომელიც პროკურორის მოადგილე იყო, მე მგონი ადეიშვილის მოადგილე იყო, ის დავანდელი მინისტრი. ვინც არის არ ვიცი მინისტრი და გამოცდილება სხვა და ასე შემდეგ. და საერთოდ რატომ ხდება რომ ციხეებიდან თქვათ არამემიდან გახდა ის რომ თქვათ განათლების მინისტრებად მოდიან ციხეებისგან ძალოვანი სტრუქტურების წინ მინისტრებად. ესეთი რამე მსოფლიოში მე არ ვიცი სხვაგან სად არის. აგერ დამამოწურებიან რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში ადვოკატი არ შეიძლება გახდეს მოსამართლე. ამერიკაში მაგალითად ძალიან ბევრ ქვეყანაში პროკურორი გახდეს, იმიტომ რომ სხვადასხვა ფსიქოლოგიის ხალხი ჩვენთან ყველაფერი აღებულია. ჩვენთან ყველაფერი არის ძალიან თავდაპირველად აღიარებული. ჩვენ ვამბობთ რომ იქნებ როგორმე პოლიტიკაში დავაბრუნოთ გონება. საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება გონებად აკარგულია. აქ არის ველური პოლიტიკური ძალების პარპაში. აქ არ არის გონიერება პოლიტიკაში და პოლიტიკურ ძალებში. ველზე არ ჩანს გონიერი პოლიტიკური ძალა. მუსკულებით. დღევანდელი ბიუჯეტი არის თუ არა ამისისა? არის. იზრდება ხელფასების სასწაულად ადმინისტრაციულ ორგანოებში და აბსოლუტურად არაფერი სახელმწიფო მიმართულების და განათლების მიმართულებში აბსოლუტურად არაფერი. მე ვამთავრებ ერთი რამით. თელ მსოფლიოში მიღებულია ასეთი რამ, რომ დემოკრატიული არის თუ არა ქვეყანა, ეს იმის მიხედვით კი არის ზომება, ხელისუფლება რომ ამბობს, რომ ჩვენ დემოკრატიული ვართ. ამას აქვს თავისი შეფასების კრიტერიუმი. თელ მსოფლიოში არსებობს 5 სახის ელიტა ჩვენთან დაუკარგეს ისტორიას, ნორმალური არსებობს ელიტა, ასე იგი ინტელექტუალური, ეკონომიკური, პოლიტიკური. არსებობს ბიუროკრატიული და არსებობს სამხედრო. ქვეყანაში ასეა მიღებული საერთოდ შორისო იმის მიხედვით, რომ ქვეყანაში სადაც პირველი 3 ან ინტელექტუალური ელიტა, პოლიტიკური ელიტა და ეკონომიკური ელიტა, რომელიც სამართლებრივ და შეიცავს ყველაფერს, ისინი არიან ხელისუფლებაში, მხოლოდ ისინი არიან. ეს ქვეყანა არის დემოკრატიული. თუ გაელია რომელიმე, ანუ თქვათ ამათთან ერთად არის ან ბიუროკრატიული ელიტა, ან სამხედრო ელიტა, ის დემოკრატიული ქვეყანა არის თუ საქართველოში გაასწორეთ, ვინც გამოყვართ მე არ ვიცი, როდის მართავდა ამ ქვეყანას ინტელექტუალური ელიტა, როდის მართავდა პოლიტიკური ელიტა
როდის მართავდა ეკონომიკური ელიტა, მე კი ვიცი რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ ძირითადად მართავს სამხედრო ანუ ძალოვანი ელიტა და ბიუროკრატიული ელიტა. ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს. ეს არის ჩემი მოხსენება, თუ შეკითხვები გაქვთ, მე მზად ვარ მოგესალმებით. დიდი მადლობა. ხო, შეკითხვა. აი ხელია. გამარჯობა. აი ერთი კითხვა ჩვენ მოვისმინეთ და ყველაფერი არის ძალიან საინტერესო. მაგრამ როგორც უბრალოდ მოქალაქე და როგორც ადამიანი, რომელსაც არა განათლება, მე შემიძლია ეგეთი აზრი გამოვხმო. ესე იგი, თუ მე მეცნიერებს არ ვიცნობ პირადად და მათ საზოგადოებაში არ დაიარებ, ასე ვთქვათ, მე ფიზიკურად ნდობას ვერ გამოუხატავ და ეს ხალხი ვერ იქნება პირადად ჩემთვის ავტორიტეტი. ასე ვთქვათ, ჩემი გაუნათლებლობის გამო. და რომ გავეუკვირ ამ სიტუაციაში, მე უნდა შევცვალო ცხოვრების სტილი. ჩვენ გვაქვს საქართველოს ინტერესებზე საუბარი, სადაც არის 3.700.000 კაცი. მაგრამ მე შეიძლება ხმა მომაწოდოს ნებისმიერმა სხვა ქართველმა, რომლის ინტერესებში იქნება ეს თქვენი პროექტი, რომელიც იქნება ინფლუენსერი და მაგალითად 10,000 კაცზე ექნება თავისებური გავლენა და თავისი ავტორიტეტი, ვინც იმ ადამიანს გამოუხატავს, ასე ვთქვათ, ნდობას. თქვენ ისეთი ხალხი ხართ, ვისაც აქვს მაგალითად ავტორიტეტი 5 ან 10,000 კაცზე. მე მაგალითად სულ ნდობა გამოგიხატოთ და სულ გავძლიერდე, მაქსიმუმ ჩემი ავტორიტეტი შემიძლია მოვიწვიოს 3 ადამიანი. ეს იქნება ზოგადად ოჯახის წევრი ალექსანდრე. ალექსანდრე ბატონო, ხო, ჩვენ არა ვართ საარჩევნო გუნდი. მე ჩვენ არაფერს არ თქვენ პირველი დიდი მადლობა თქვენი გულწრფელი შეკითხვისთვის. მე სოფლიოს 99% მეცნიერს, რომელსაც ვერტნობი და ჩემს გამოსვლებში ვიყენებდა, მე არცაც არ ვიცნობ. ამიტომ მე არ მჭირდება მეცნიერებას საზღვრები არ აქვს. და მეცნიერება სწორედ ის არის, რომელსაც ჩერჩილმა კარგად განსაზღვრა, რომ პოლიტიკოსი ფიქრობს არჩევნებზე და მეცნიერი ფიქრობს მომავალზე. ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ მეცნიერება დაწერეს პროგრამა. მეცნიერები არ გეუბნებიან იმას, რომ ხმა მომეცეთ. მეცნიერი არ გეუბნებიან იმას, რომ ჩვენ პარტია ვართ. ამათ არცაც არაფერი არ უნდა. მეცნიერები ამბობენ იმას და უნდა წავიკითხოთ ეს ისევე როგორც ვთქვათ, ხანდახან ამბობენ, რომ ორი გვარი რო აქვს, ორმა კაცმა ეგრეულად სხვადასხვა იმაში არაფერს არ ვიცნობთ თქვენ რა. ვინ იცნობდა ნიუტონს, მაგრამ ნიუტონის პროგრამა ვიცით, ყველაფერი კარგია და კვანტურმა თეორიამ აიღო ყველაფერი აქეთ დღეს არის. ამიტომ ჩემთვის მეცნიერის ცოდნა კი არ არის თავარი, ჩემთვის არის პრინციპი. როგორ ყალიბდება ეს? მე შემოგთავაზებ რა პრინციპებზე ყალიბდება, თორე ჩვენ ხმა არ გვინდა. თქვენ სწორი ხართ იმაში და ეთქობა ჩემებრავია ეს, რომ მე არ თქვი, რომ ჩვენ ხმას არავის არ ვთხოვ. ჩვენ თუ მივიღებთ მონაწილეობას არჩევნებში, მივიღებთ ეს საკენივით, როგორ პარტია იქნება და ასე შემდგომ და აბსოლუტურად სხვა რამეა, მაგრამ ამ გუნდს არავით არის არჩევნებთან მონაწილეობა არ აინტერესებს. აი ეს გუნდი თავაზობს ქვეყანას პროექტს, რომელსაც შეუძლია ქვეყანა შეცვალოს. ამას არ ჭირდება თქვენს მიერ მეცნიერების ცოდნა. ეს დაჭირდება მაშინ, როდესაც არჩევნებზე ხმა უნდა მიცე თუ არ მიცე. ეს ხალხი თქვენ ხმას არაფერს არ თხოვს. ეს ხალხი ამბობს იმას, რომ ჩვენ ვიმუშავეთ, დავწერეთ პროგრამები ქვეყნის განვითარების, ეს საკითხი იქნება ჩვენ თანხმობა ამისი და ტელევიზია ქართულის პროგრამა იმიტომა წარმოქმნილი, რომ ეს საზოგადოებრივი პარლამენტი რომ შეიქმნება, საზოგადოებრივი პარლამენტის სტუმრები იქნება პირდაპირ ეთერი, თქვენი მეცნიერებსაც გაიცნოთ, იმ ხალხსაც გაიცნოთ და შესაბამისად იმ პროექტებსაც გამოვიტან ჩვენ, აი როგორი იქნება თქვა ჩვენი ეს მაგალითად ძალიან ბევრი ვინმეს ვეუბნები, რომ დემოგრაფიული პოლიტიკა და ვეუბნებით მარტივ ფორმულას მეცნიერები. ყველა ოჯახში 6 ასაკის ბავშვი და 65 წელს გადაცილებული მარჩენა. ერთი წინააღმდეგოა, ხო? მაგრამ ეს არის ზღვა პროექტი ამის მერე დატოვებული, რომ რეალურად სახელმწიფოს გადაატრიალებს, კარგი გაგებად. ესეთი ფორმულა. ესე იგი, 6 ასაკის ბავშვს სახში ქვია მარჩენა. ყავს ბავშვი სახში. შენ უნდა იცოდე, გარანტირებულია შენი ოჯახის საარსებო მინიმუმი. არის შენს ოჯახში 65 წელს გადაცილებული. გარანტირებული ეს. აი ეს პატარა ფორმულაში. აი როგორ არის თქვა, ეხლა 800,000 კაცია ჩვენთან დახმარებაზე. ამ 800,000 კაციდან ჩვენი ანგარიში 600,000 კაცს ფერმერად ვაქცევთ 5-6 თვეში. ფული არ გჭირდება. არაფერი რა არჩევნებს ვითხოვთ, ხმას ვითხოვთ თუ რა, ვეუბნებით ხელისუფლებას რომ მოისმინოთ. მეტი არაფერი. ჩვენ ვეუბნებით თუნდაც აი ბანკებში რო ფული აქვს,
დატოვებული შეტანილი ხალხს და ვერ მიიღეს. ვეუბნებით იმას, რომ მოდით აი მიიღეთ ჩვენი პროგრამა რა არის. ერთხანს ფონდში გადარებული მარტივი რამით, რომ როცა შეიტანა თქვენმა წინაპარმა ფული ის რამდენი დოლარიც იყო, იმდენი დოლარის შესაბამისი ლარი გაუძლეს, მაგრამ ხელში ვერ იგებ ამ ფულს. მაგრამ იღებ რაში? თუ შემოიტან ახალი ტექნოლოგიას, თუ გააკეთებ იმას, რომ აი გადასახადები რო შექმნით ახალი საწარმო რამდენიმე, ვიდრე გადასახადები თქვენ არ იხდით, ვიდრე ის ფული არ განუდება. ყველა მზად არის, ყველა იწვევს, სადაც არ ჩავედი, მაგრამ ხელისუფლებას არ აქვს ნება იმისი, რომ აი მარტივი ფორმულა აგერა ისე, რომ თქვენ მატერიალიზება რომ გაუკეთეს ამას, მარტივი ფორმულა, გაურმაგება პენსიები, სისულელებს ვლაპარაკებთ, მარტივად როგორ ხდება? როგორც გაიარა ძალიან ბევრმა ქვეყანამ, როგორც მე მაქვს ბარათი და ვიღებ ბარათს საპენსიოს, იგივე ბარათით მე მაღაზიაში შემიძლია ვიყიდო პროდუქტი, 400 თუ 500 ლარის რამდენიც პენსია იმდენის. მაგრამ უნდა ვიყიდო მხოლოდ ქართული. თქვენ წარმოგიდგენიათ 1 მილიონერი პენსიონერი და 400 ლარი თვეში. ამ საქმეისთვის ეს არის რამდენი 400 მილიონი. რამდენი მილიარდის პროდუქტი უნდა გამოვიტანოს სოფლიდან. სულად იცვლება ქვეყანა მარტივი ფორმულებით. აი ამას ჭირდება ძალიან კარგი ჭკვიანური ეს ამეცნიერება. არა ის რომ თქვა კარგი ეს ახალგაზრდა კაცმა გითხრა ვინმეს გორია რომ ჩვენ ხმას ვითხოვთ რაღაც. ესენი არა გიგანტები, ამათ ისეთი რამეები შექმნეს და თვლიან ესო წავიკითხე. გამოაქვეყნა ესე იგი ბატონმა გია კვაშილოვმა რომ საქართველოს ასაკი 4000 წელს ადასტურებს ეს კაცი 2000 წელი ჩვენი ეკლესიის ხო არის 1900 წლის არის ჩვენი ფაზის აკადემია. ანუ პირველია თელ სოფლიოში რომელი ის აკადემიები რომელზეც ლაპარაკობენ ამას პატრონი ხო ჭირდება ვინმე ხომ გაიტანოს ის დავაკითხეთ ეს კაცი როგორ დადის უცხოეთში და რასაძებენ იმას აი აგერ უნიკალურ მათემატიკოს 1200 ლარი აქვს ხელფასი ყველაზე მეტი ციტირებადი მათემატიკოსია საქართველოსთან ერთ-ერთი ყველაზე ციტირებადი მათემატიკოსია 1200 ლარი აქვს ხელფასი და რამდენი აქვს დეპუტატს 14000 აი ამას რო ვითმენ აი იმიტომ ვარ დასი მე უბრალოდ კიდევ ეშინია მეცნიერების ვისაც ეშინია იმას ქვეყნის მართვა არ შეუძლია ქვეყნის მართვა შეუძლია მას ვინც ეკნობა მეცნიერებს ნუგზა შავთვალაზე ეს ეროვნული ეს ყველაზე კარგია კარგი ის არის რომ მეცნიერთა გონოს და დიდი ხანია მეცნიერთა მონაწილეობას რომ რაღაც საქართველოს ქვეყანა გამოიყვანოთ ამ უზბესი მდგომარეობიდან და შევხვდეთ პროგრამები, შესაბამისი პროგრამები. მაგრამ ცოტა უხერხულობა გამოვიდა ამ ახალგაზრდამაც ახლა ესეთი კითხვა რომ დავსვა დაახლოებით ისა რომ ამასინაც ბატონმა ვახშიმაც იმითაც Facebook-ითაც გადმოცა რომ ესა ვის დაასახელებდიო პარლამენტშიო რა ესე ვინ შეიძლება ვის განვიშე ვერ წარმოვიდგინე მე ვერ გავეცი პარლამენტში მე რაღაც მივიჩერო ეს ცოტა ისეთი რაღაცაა რომ ჯერ ერთი მე რო წარმოვაყენო და ისე იმ შეიძლება იმას არ მოეწონოს ხო და მეორეც ერთი ამას ეხლა ჩვენმა ერთ-ერთმა განაყოლა ჩვენმა ერთ-ერთმა ნაწილმა დეპუტატების მაგალითად შექმნეს მინისტრთა კაბინეტის კი ჩამოყალიბდა და ის წინამძღოლს მეწავე. ეს შეიძლება სხვანაირად არ მიიღოს ხალხმა და ეხლა კი ახლა ისეთი მეცნიერები არიან რომ მე ახლა ვიფიქრე ახლა რო ჩამოთვალა ფაქტობრივად მეცნიერთა აკადემიას ვარ ვიცით ეს არის პოლიტიკური ორგანოები ჩვენ ავიჩიოთ და არა მეცნიერთა აკადემია ხო? ხო და მეცნიერთა აკადემია კიდე თქვენ კარგად იცით ახლა რო ვიყიან რასაც წარმოადგენს დღეს საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემია ხო იმ რადონესაც არის და ძალიან ძლიერი მეცნიერები ყავს ჩვენ ვიღაცა მოგწონს რა მე მგონი რომ თავარია რომ როგორ მივახციოთ იმას რომ არჩევნები ჩატარდეს ნორმალურად კანონიერად და არ იყოს სიყალდე როგორ გამოვიდეს სიყალდე და ხალხი ქართველი ხალხი თვითონ აირჩევს მე ეს ამ შემთხვევაში მე გეუბნები თქვენ მეორე ნაწილზე რო არჩევნების ისე ბატონო გზა ერთიანი სია რო კეთდება იქ უკვე აი ჩვენ ვამბობთ იმ კანონით უნდა ჩატარდეს არავით არის კანონში ცვლილებები არ არის საჭირო დღევანდელი კანონმდებლობაში ჯდება ის პრინციპი რასაც მეცნიერები თავაზობენ ერთიანი სია როგორ უნდა გააყალბო ეს სია უკვე როდესაც ერთ სიაში ვართ ყველა დასახელებული ამაში პოლიტიკური ლიდერები არ არიან და ამაში არიან მხოლოდ
პარტიების მიერ და ხალხის მიერ მხარდაჭერილი ადამიანები. ამიტომ სია ერთია. ამ სიას ვერ გააყალბეთ, გამორიცხული ეს. ამიტომ თავისთავად და ხოლო რაც შეეხება მერე შემდგომში თქვენ სწორი ხართ პარტიათა ასამბლეა რომ იქნება პარტიათა ასამბლეა აყალიბებს არჩევნების ისეთ სისტემას რომ გაყალბება აღარ უნდა შეიძლება. თორე პირველ ეტაპზე რამდენსაც ჩავადარებთ არჩევნებს თქვენ სწორი ხართ თვასე გაგრძელდა გააყალბებთ. ბიძინა ამანიშვილი იმავე მდგომარეობაშია ეხლა რომ მას ეხლა შეუძლია რომ ყველაფერი გახარჯოს იმისთვის რომ სხვა ხელისუფლება რომ მოვიდეს იცით რომ ეს მისთვის არის კატასტროფა. აი ესე როდესაც რომელიმე პოლიტიკური ძალა კუთხეშია მიყენებული და იცის რომ მისი წასვლა თანამდებობიდან მისთვის არის პრაქტიკულად საფრთხებელი, იმიტომ რომ ვინმე აღწევს, იმიტომ რომ თვითონ ჩამოიჭრეს თავისთავად. ამიტომ ის არ წავა. ამიტომ არის საჭირო მექანიზმები. ჩვენ თავაზობთ ერთ-ერთ მექანიზმს, ამას რომ მის ინტერესებში შედის და ყველას ინტერესებში შედის, რომ სხვა პრინციპებზე დაყრდნობით ჩამოყალიბდეს ახლა ეროვნული თანხმობის ხელისუფლება. ბატონი გოგა ჟვანიან კითხვით. მოგესალმებით. უხდო ვერტიკა. ხმიანება იმას დასაწყნებით, იმიტომ რომ ყველა ვიცი, ქვეყანას მართლმადიდებლები, რომელიც ყველაფერს გულისხმობს. ეხლა მიიღეს კანონი, რომელიც ძალიან მალე ამბიძალობს საერთოდ ხმის სამოხმარს. შეიძლება ესეთი შეკრებებიც კი აიგრძნოს. ჩვენ ეხლა უკვე იმაზე თქვენ რასაც ლაპარაკობთ, ეს არის პრინციპი, ძალიან ხალხის საინტერესოა, მაგრამ ეს არის გარდამავალი პერიოდის პროექტი. ეს რეჟიმი დასრულდება, მერე ვერ გავაკეთებ. მე შემიძლია გითხრათ, რომ ეს ერთადერთი პროექტი არ არის, იმიტომ არის ჯგუფები, მე მგონი ამ ჯგუფები, რომელიც ფიქრობენ გარდამავალ ეტაპზე რა გააკეთებენ. ანუ ამას სხვადასხვა ადამიანები ფიქრობენ, ზოგადად კარგი იქნება თუ მოხერხდება, მერე შეჯერება. ანუ სამწამკე ყველაზე ცოტა ქართული ისინი არის და საფრთხურად ყოფნა და ყველაფერი მუშაობს. მაგრამ ყველაზე მთავარი პრობლემა არის ამ რეჟიმის დასრულება. და ეს რეჟიმი როგორ უნდა დავასრულოთ? ამაზე უნდა ვიფიქროთ დღეს ყველა მე. და დავით სხვანაირად არაფერი არ ბატონო თქვენ ხართ ის პიროვნება თქვენ უბრალოდ მინდა წარმოიდგინოთ. ეხლა ბატონ გოგას ვინც იცნობს შვანიას ეს ახლა მისი ძმისგან დამოუკიდებლად. მე უნდა გითხრათ რომ ეს არის ერთ-ერთი ძალიან სერიოზულად და კარგად მოაზროვნე მე რაცაც ვხედავ, რაც მიგზნია ძალიან საინტერესო პიროვნება. მე მაგალითად მიხარია რომ იმსიაში ისიც არის და რაღაც არ თქვით უთქვია თავარი ეგარ არის. ისიც არის ამ სიაში. უბრალოდ მინდა ერთი რამ გითხრათ. ესე იგი თუ ხელისუფლება ხალხში გავარჩენ და მეუბნებით, აი ასეთი რამე არსებობს. და ხელისუფლება ამას მხარს არ დაუჭერს და ისევ არაბულის იმას დააჭირდება დუმილი რეკავსო კარგად თქვა მუხანმაჯავარია დუმილი დარეკავს ამ ქვეყანაში დუმილი დარეკავს იმაზე მეტად ხმას არ ამოგვაგებინებენ კი არა ეს ხელისუფლება მე მგონი რომ დასრულებულია თვითონ ხედავს კარგად რომ დასრულებულია მას არ აქვს არავითარი პერსპექტივა და ვერ ხედავს გამოსავალს ამ ქვეყანაში იქნებ მეცნიერთა კონგრესის ამ წინააღმდეგობაში მათი გამოსავალიც არის. და რაც შეეხება სხვადასხვა ჯგუფები რომ არის, ჩვენ ვიცით ეს ჯგუფები, ბევრი ქმნის მთავრობებს, მე ჩვენ ვეუბნებით, არავითარი მთავრობების შეთქმით ეს ნაწილი ამ ეტაპზე არ გამოვა. ისლანდია იყო ბოლო ისა, რომელმაც გააკეთა ძალიან კარგი რამ, ჩვენ ბატონმა გიასიგუამ შეისწავლა ეს ყველაფერი ჩასული იყო ისლანდიაში, შეისწავლა და სამწუხაროდ ვერ მოვიდა, მაგრამ ძალიან საინტერესოა ეს გაკეთებული და ისლანდიის მოდელი რა იყო ხალხი დაჭდა ქუჩაში დაწერა კონსტიტუცია ჩაატარეს არჩევნები და დაამთავრა ყველაფერი და დღეს არის ისლანდია ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ასე არ მგონი აი ბატონ გია ხო ერთ-ერთი წარმატებული ყველაზე წარმატებული ქვეყანა ხო მაგრამ ისინი ისლანდიელები კი ბატონო ჩვენ ქართველები ვართ უკეთესები კი ვართ მაგრამ ჩვენ ცოტა სხვანაირად ვიქცევთ უკეთესები კი ბატონო მამატია თუ ძალიან მეშაბარა მაინც ერთის გაიფალისინა და მე შემოშ. მაინც მე მგონია რომ ჩვენ უნდა ივაცოთ ერთიანი ძალები შენს უზენაესაფოს შემოხვა იმავე ისე ხოდა ივაცოთ იმას რომ უნდა ამგეს ის კონსტიტუცია და იმან უზენაესაფოს საბჭომ ამ
მეცნიერთა კონგრესთან ერთად უნდა ჩაატაროს აიგოს თავი არჩევნების ჩატარების არჩევნებიც განაჩენი ჩვენ არანაირი თანამდებობები ჩვენ არ გვინდა არაფერი იმიტომ რომ ყველა ასაკშივად შემოგვადრუნდები და მეცნიერები კიდე ხო მე მიჩვენია და იგივე მეცნიერებს ხო მეცნიერებს ზაგადუშნა მე მიჩვენია თუმცა რა გრანტი არა რო გამუშავებენ აი 1200 ლარზე მუშაობს ხო და რაღაცა და ესე მე ალბათ 200-300 ლარზე მუშაობ კიდე მე და უამრავი რაღაცა ამოგონებები გვაქვს რეალიზებას ვერ ვახდებ უამრავი პროექტები მაქვს მე შეწაილი ხელისუფლებაში ყველა რა ვიცი მე სოფლიოს ნებისმიერი კვლევითი ინსტიტუტი მომიძეს აი შენი უბრალოდ ცენტრი რაც ხო პატარა ამ თემებზე შეგვეძლოს რა გამოგონები და რა ისაუბროთ მაგრამ ამიტომ აქ ჩვენ ახლა უფრო მაგას მე მგონი მე რაღაცა უხერხულობა არ წავ თვითონ ამ ხალხსაც არ შეგვიძლია უხერხულობა კაცო მე არ დაეტაკოს ეს ივანიშვილი თქვენ რაღაც აუჩები ხართ რაღაც აი ძინა ივანიშვილს ერთი თქვა რაში ცეპო ის არის რომ მეცნიერებს უარ უსმენს ეს მისი უბედურება მაგრამ მეცნიერებს არ ეჯახება ის ეჯახება იმ პოლიტიკურ ძალებს რომლებსაც ერევა ჩვენ დღეს უნდა შევხედოთ ის სულიად სხვა ფილოსოფიის პოლიტიკური გუნდის შექმნა აი ეს იქნება სხვა პოლიტიკური ფილოსოფიის გუნდი რომელსაც ნებისმიერი პიროვნება ოდნავ ჭკუა ვისაც გააჩნია გაუწევს ანგარიშს და გადარჩება თვითონაც მეცნიერთა კონგრესი ამბობს ძინა ყველა ერთი წინააღმდეგ როცა ჩამოყალიბდა პარტიებში იყო შეცდომა არ შეიძლება რომ თელი საქართველოს ერთი კაცი წინააღმდეგ გაერთიანდეს ამით ამბობ რომ ის კაცი არის ძლიერი არ არის ეს კაცი ძლიერი და საერთოდ ყველა ერთი წინააღმდეგ ეს არის ფაშისტური ისევე როგორც არ შეიძლება რომ თავარია დაუმარცხოთ ნაციონალური მოძრაობა ჩვენი პრინციპია ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნისთვის საჭიროა მაგრამ არა პოლიტიკაში რაც იცის იყოს იქ არის იქ სადაც არაფერი არ იცის და ეხება თავის რამდენიმე პიროვნებას და დაკირეებული ხალხი ხავს ისრაელიდან, გერმანიიდან, რუსეთიდან, ვიღაცები და ისინი გასაწევი ჩანდა. ბევრი დაკირა, ეხლა მაგალითად იგივე ცეხა ვახშეზე საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, ხო? ეხლა ხვალ დაგებიდი და აღერა მეცნიერება და რომლებიც ესე იგი ამას ასე ექსცამობენ მასა. არა ვარ ჩვენ სისტემები. არა ვარ ჩუსტები. ნუ ნერვიულობთ მაგას. ჩვენ ყველა ვიფხედოთ საკუთარ თავს და უბრალოდ გითხრათ ერთი რამ რომ ის კი არა რომ გვეშინოდეს ვინმესი. ჩვენ გვეშინოდეს ცუდი გზით არ დავიწყოთ. ეს არის ყველაზე საშიში. ჩვენ გვეშინოდეს ცუდი პროგრამა არ შევადგინოთ. თუ ჩვენ კარგ პროგრამას შევადგინოთ, შევაკლებთ თავი და გავდახოთ. აი გაჩერდა. მე მინდა ბატონი ნუგზარი სასასაკირებს ეკრება და ერთი მოკლე კითხვა მაქვს. თქვენ მოусმინეთ ბატონ თემურ შაშიაშვილს, მან ჩამოაყალიბა რა დავაყალიბოთ, ესე იგი კონცეფცია, ჩამოაყალიბა ალგორითმი, ჩამოაყალიბა პლატფორმა რაღაცა, ხო? კი, ახლა დაახლოებით ამ პლატფორმის ის სპეციფიკური აი ქვეყნის მომავლისათვის ბრძოლაში თქვენ როგორც ერთი ჯარისკაცი დღეს სხვა პლატფორმის ავტორს ხედავთ უკეთესს. უბრალოდ განსაზღვრეთ თქვენ მზად ხართ თუ არა აი ამ პროექტის გასაუმჯობესებლად ჩვენ არ გინდათ რომ ასე სამუშაო დადავა ამას ყველაფერი მაგრამ ამას უნდა უფრო სერიოზული ზონა ვიქობა ეხლა ესე იგი არის რაღაც ესე იგი ჩვენ ვფლით რომ ჩვენი ჭკუის მასწავლებლად და ჩვენი საქმიანობის გასამაგრებლად თქვენ მზად ხართ და ვინც ამას ნახავს ტელევიზიიდან ვინც უყურებს Facebook-ზე მე ესად ვერ ვიტყოდი ჩვენ შემოგთავაზეთ მშვიდობიანი გზა. ეს უნდა აწყობდეს ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც. ჩვენ არ ვამბობთ რომ ამის შესწორება არ შეიძლება, მე ჩვენ ვლაპარაკობთ პრინციპს. მაგრამ რაც შეეხება მეორეს, მე გითხარით რომ თუ ხელისუფლება ასეთი შილეგობით იმის,
და იმას გვეტყვის, რომ მე თქვენ არ გეკითხებით არაფერს არაბულ საფრთხეს, მე მეკითხარით იგივე პიროვნება, რომელიც ქუჩაზე და ამას და ქუჩის პოლიტიკოსებს და ამას ვთვლი, რომ ეს უბედურებაა ქვეყნისთვის. მე ვიქნები მზად, მიყო იმ ადამიანთან რიგებში, რომელიც იტყვის, რომ თუ ხელისუფლება არ გაშიფრავს, არ გამოიტანს ყველაფერს, არ გვაჩვენებს და საერთოდ უარს არ იტყვის ამ არაბული სოფლის მშენებლობაზე, მე მზად ვარ ვიყო იმ სიაში, რომელიც იბრძოლებს ამ ხელისუფლების დასამხობად. მე გითხარი, მე თავაზობ გასწავლე. თუ ეს არ უნდა მაშინ აბა რას ვიზამ? არაბული სოფელი და არაბული ქალაქი და გვევანაში არ გადავიდა. შეიძლება შეთქვები არის? შეიძლება. კითხვა? არა, თუმცა მაშინ დამძანდეს ბატონ გერმანო. არა, გამოვიდეთ. არა, უბრალოდ რატო იგდეს? კითხები იქნება. ეს იწერება და რაც არ ადამიანების ბატონი სურა ყობახიძე გახლავთ პირველობა, რომელიც სახელმწიფო ანსამბლის წევრი იყო, ერთ-ერთი დიდი სოლისტი და 32 წელია არის ამერიკაში ჩამოვიდა სულ ნახევარი თუ 1 წელი. მაგრამ ამის ისიც არასდროს არ მქონია სურვილი ადამიანებისთვის ისაუბრა რაღაცა მიკროფონით და რაღაცა ტელევიზიით მხოლოდ ცერბო. მაგრამ ახლა ერთი რამე უნდა ვთქვა და უკვე იცით აი რაღაც კატეგორიული იმპერატივი მაქვს უკვე მთელ საზოგადოებაში რაღაცნაირად უკვე ოჯახში და პრობლემები აქვს რა ესე როგორ არ უნდა ეხლა წერან თქვი ბატონო ჩვენ აი ისლანდიაში მოხდა აი ლიტვაში მოხდა იქ მოხდა რაღაცა მეგობრები აქვს ოკეანე და ამერიკელები და ეხლა ოპოზიციონერი ტელევიზიები თავი და ესეთები ვარ ქართველები და ძალიან დაახლოებული და ძალიან ერთმანეთს აი ბოლო კომუნიკაციაზე ისმენდა რომ იცის უკვე ყველაფერი ზაპირად იცის და აკვირდება და რამდენიმე ესეთი კაცი და კაცი ამბიუსის ესეთი შეიძლება დადეს იცი რა უბრალოდ იცი ხო იცი როგორ მიყვარხარ და რაღაც აი სულიმად რაღაც რომ აი მინდა რომ რაღაც ამ წლობით ისინი გვერდზე იყვნენ იქაო ამიქნება ესე ქვეყანა რატო არ მოხდა ამიქოდა ეხლა რო დააკვირდი ხო მართლა ესე როგორ არ მიყვარს რა მეც თქვენთან ერთად საკუთარ თავს იმას არაშავებს იცით რა არის რაღაც მომენტი რომ აი ბატონმა ბრძანა რომ დაგვეჯახება კი კაცო მართლა რა იყო ამ პატარა კაცუნამ ესე როგორ უნდა დაგვიფხოროს და არ გვინდა ჩხუბი გავიგე მაგრამ იმ ხელა კონსოლიდირება მაინც ვერ უნდა მოვახდინოთ საზოგადოებამ რომ თქვა რომ თუ ამას არ ასულ მე ვაცხადე დაუმორჩილებლობ მას მორჩა იმას ხვის ხო არა რომ გამოვალ და კომპლებით დავხები რუსთაველზე იმიტომ რომ მომერები მაგ შემთხვევაში იმიტომ რომ ჯარი შეენია მე თუ გაგიჭირდა სხვა ჯარსაც მოიყვან აქვე ახლოს არის კი აქვე და ვინმე არ მეთქას რომ არ იკადრებს იკადრებს კი არა უკადრებს იმას იკადრებს რაც აგერმა ის იკადრებს რომ ადამიანს აკიდია დღეს გუშინ საუბრობდი ბატონთან გადაცემაში აგერმა ისე კადრებს დღეს რომ ელეგა იმიტომ მოგდათ რომ ფული იგიდან წამოვიდეს მე ის ფული ბოლო მაინც ყოლობა შეხვდება და იქიდან მოიპარო და 21 საუკუნეა თუ იმასაც იკადრებდნენ ალბათ სტამბოლში გავიყიდეთ ზოგი მამლუქად და ზოგი უკაცრავად გალბატონო ხალხი აი ეს აქჭირს რა მაგრამ ოდიში თემა ოქცონდეს კონცეფცია და რასაკვირი ვერ ვარა რომ კონცეფცია ბაზარ გამოდგეს გაიქცევა როგორ არა მე ამას პირველად არ მომისმენთ ძალიან მივესალმებით და ყველა და ნორმალური არ უნდა იყო ადამიანი ესე გარო ყველანაირად უნდა მოიწონო მაგრამ ამ დროს ჩვენ უნდა გქონდეს ის წინადადება და ის რაღაცა რომ ეს თუ არ მიიღეთ ჩვენ ამას ვაპირებთ იმიტომ რომ
არ გამოვა ომს არ ვაყავ და შეჩახერებს აბსოლუტურად აი უბრალოდ გამომორჩილებლობა და როცა რა სახში მოგაკითხავს ტრადიციასამსახურშიო არა ვერ მაგის მაგალითი ისტორიაში ბევრი და ბევრია მაგრამ ეცით რა ამას შეიძლება სული და ეს სული უკვე უნდა ჩამოყალიბდეს ხოლმე ეს სული რა ჩამოყალიბდეს მაშინ არავინ არ ყოფილა მაშინ ყოფილა და იმანოს შმორე არა იმ კაცმა რო თქვა ეს დირექტორებია კარტნა ესე იგი თუ რაღაც თუ არა კატეგორიული ტერაპევტი რაღაც არასწორთან რაც ხდება საზოგადოებაში შენ ქვეყანაში მაშინ გამოდის რომ შენ ხარ მირჩი გადაგადებს გამოდის და მოგაცნობთ რა ბოდიში ძალიან ბატონობაში ძალიან კარგი რამეა წარწერა წაიგითხეთ გლახები და მონები იმიტომ კი არ ვართ რომ ღატაკნი ვართ არამედ ღატაკნი იმიტომ ვართ რომ გლახები და მონები ვართ ეს ეკუთვნის გენიოსის კაცს დიმიტრი უშაკოვს აი ეს არის ჩვენი უბედურების სათავე არის მეორე შიშკობა რაღაცა ის არ გამოეცა არა ყველაფერი გამოეცა მოგესალმებით ყველას სხვადასხვა ისტორიის ადამიანები ვართ ასეთი ქვეყნის დამფუძნებლები კონსტიტუციის მიმღებები სხვადასხვა დიდ პროცესებში მონაწილეები მეცნიერები ყველას მოგზაურობულად მოგესალმებით აი ახლა მე წარმოვადგენ უზენაეს არტოს ჯგუფს ჩემ მეგობრებთან ერთად და ამ ტელევიზიაში დიდი ტელევიზიის ამის საშუალებას ვაძლევენ და ის რაზეც დაფუძნდა ეს ქვეყანა იმის შეხსენება ფუნდამენტალური მონაპოვრების რომელიც აისახა დამოუკიდებლობის გამოცხადებაში და რეფერენდუმებში. სამწუხაროდ ეს შემდგომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, მთავრობამ, სისტემამ და რაღაცა იავარხნა და შედეგებით სახელზეა რა. ხა დავასახელებ ხა. ამაზე თავს არ შეგაწყებთ. თუ ეროვნულ თანხმობაზე ლაპარაკი ამის გარშე ვერასოდეს ვერ შედგება ეროვნული თანხმობა, ეს არის წყლის ნახვა. გახრეთულ კაცში რო თავი რო ჩაასხა, რაც არ უნდა თეორიები და იდეები და მეცნიერები მოიყვანო, ამიტომ ამაზე უნდა შევთანხმდეთ უპირველეს ყოვლისა. დამოუკიდებლობა იმ ტერიტორიაზე, სადაც მოხდა დამოუკიდებლობის აპლენის აღიარება. შემდგომ ცხინვალის რეგიონის სტატუსი, აფხაზეთში ჩატარებული რეფერენდუმები ბატონო თემო თქვენ გასაგებად ლაპარაკობთ. უზენაეს აფხაზეთის აფხაზეთის წარმომადგენლები არიან. ეს უნდა იყოს საფუძველი ყველაფრის ეს ფუნდამენტალური აზრები, რაც გამოიყვანა. ახლა ისმის კითხვა რა, აი რა შანსები გვაქვს ეს ელემენტარულად რა. საპარლამენტო ანსამბლეა როგორც ასეთი კარგად გახსოვთ აქ მომსწრენი ხართ. და 13 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი გახსოვთ ბატონოს ეხა ხო ეს ყველაფერი სხვებსაც ბატონო მიუზარდა თქვა. ნუ ახლა ამის განახლება და სისტემატიზაცია აუცილებელია რა თქმა უნდა. იმ პრინციპების დაფნობით რაზე ჩვენ ვილაპარაკეთ. აქ გამოიქვა კიდევ მოსაზრებები რომ ეს უზენაეს საბჭო რომელიც სამწუხაროდ ერთი 5 ნაწილად არის რაღაც დანაწევრებული თუ რაღაც. არ შეუძლები ამის ანალიზი და აბსურდული არ მაქვს ამისი არანაირი. მაგრამ მე ის ვიცი რომ აი ეს თავარი მონაპოვრები რაც არის, რაც ჩამოგითვალეთ, ეს უნდა იყოს ის მონაპოვარი და იმის შენარჩუნება სახელმწიფო ესტაფეტის სახით ყველანაირად უნდა ცდილობდეს. დღევანდელი ვითარებაც აფხაზეთში თუ გადახედავ, ხო ძალიან პირდაპირ გაჭრილად ამაზე მიუთითებს, იქ ტერმინალს უაშენებენ უკვე რუსები, გასაგები არის ისთვისაც, დიდი ფული ჩაიდო და რა გექნება ახლა, ზემოქმედება უნდა მოახდინონ დღევანდელ მარიონეტულ ხელისუფლებაზე, რომ აუცილებლად ეგ ინდოეთი, თელესისებია, ხო, დიდი ტრასა, აქედან წამოვიდეს და შემდგომ ეს ირანში ჩავიდეს. ახლა ეს არის უზარმაზარი გეოპოლიტიკური თამაში. აქვე შეიძლება ამ თემებასაც ვთქვი რა, აი ესეთი ხალხი არის, რაც დამფუძნებლები კონსტიტუციაზე ძალეს მოწერნე
კიდე სხვა პარლამენტის წარმომადგენლები, ყოფილი იუსტიციის მინისტრები არის ეს პოტენცია, რომ აი ამ არაბიზაციასთან მიმართებაში ძალიან კონკრეტული რაღაც მიმართვა გავაკეთოთ. პირველი შეთანხმების აქტი თანხმობის ამ დარბაზში ვიწავართ ყოველ შემთხვევაში. ეს გავაკეთოთ, გამოიყოს რაღაც ჯგუფი, გავაკეთოთ ეს და როგორც მე რა პოსტავას გამსახურდია და სხვები ადიოდნენ ვირავთ დრო ბევრი არა სამწუხაროდ ეს არის გადაუდებელი რაღაცა და თუ კიდე არ შეისმენა მაშინ ეს უნდა გავაკეთოთ ამაშიც ბოლომდე გეთანხმებით ბატონო თემო ხო გახსოვთ ეს აი ეს ყველა თავრობის მინისტრი რო არის კარბატონი სურმავა თუ რა ვარია ნათია თურნავა ეს არის გინესის რეკორდებში შევა რა ესე ყველა თავრობაში საბარო პოსტზე იყო ყველგან მინისტრი იყო და მილიონებს იღებს უპროცენტო ცესხებით აი წარმოუდგენელი რაღაცაა სხვათვის 30% თუ არის ამისთვის ნულოვანია მისი ერთ პატარა კაშხლის თუ გააკეთეს თუ გახსოვთ კაცო ქისტების სოფელი გახსოვთ ჩვენც რო ვიყავით ამასე იმ მოიძობეს ეს კაშხლის გაკეთება და ხელ იქაურა მოსახლეობამ რა პასუხი გასცა მათ შორის ძალოვანი სტრუქტურას როგორი კარგად გახსოვთ ხო კარგად გახსოვთ აი ანალოგიური თუ ვერ ჩავიდეთ ჩვენ თუ ვერ გავაკეთეთ მე პირდაპირ ვაკობ აი ამის აი ხიად ვლაპარაკობ ამას დაუპარავად მიკეთ მოკების გარეშე ეს რომელსაც არ შეუძლია კონსტიტუციის სამართლის ისტორიული ფასეულობების სულიერების იდეალების დაცვა ის არსებობას ვერ შეინარჩუნებს და ჩეხება კიდე არა ისინაზე ერთ მაგალითს გეტყვით რა ჩონდუხვანი და როდეუ იყო თუ გახსოვთ სამხრეთ კორეაში მათ მოაწყეს სახელმწიფო გადატრიალება და განსხვავებიდან ჩვენი დღევანდელი გადატრიალებისაგან ქვეყანა აყვავს და დღეს სამხრეთ კორეა რაც არის ის მაგათი საფუძვლით შექმნილია მაგრამ 17 წლის შემდეგ რომ მოვიდა ახალი ხელისუფლება ის ამაგიგიერ დაუპასა ეს გადატრიალების გამო დასაჯა რა თქვენ წარმოგიდგენიათ ახლა ამათ რას უზამენ ვინც მოვა და ეს ახლა ბიძინა ივანიშვილმა ეს ამიტომ ცოტა რეალისტურად შეგვიძლია აქ იქნება უზენაეს საფოს ინიციატივას დანიშნის თაობაზე არჩევნებთან ამ გარდამავალში რაც ბალტიისპირეთში გაკეთდა ამ ბედულნათების გასაგონად ლაპარაკობ და მოიწევდნენ უარა თუ მსგავსი პოლიტიკური და სამართლებრივი გამოცდილების საფუძველზე უზენაეს საფოს დაანიშნილებენ ამ არჩევნებს და ის მოდელი რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობთ აღმოჩნდება გაცილებით უმკურნალო, გაცილებით ჰარმონიულად და შორს მიმავალ. ანაჩენი გვაქვს მომენტია. დიდი მადლობა. ბატონ გიაბაზოვან ხოვა მოგლობისათვის ორგანიზატორებს მოგილოცო რამდენი ახალი წელი შევა და ძალიან ბევრი საბატონო. მაგრამ როგორც თქვია, იმდენად რეალური რაღაცები მოვისმინე. მისი აღსრულების გზები ცოტა შემოგვიხარდა რთული მისაღწევია რომ გაუცილებელი ეს კი აპატეთ მაგრამ ჩვენ ცხოვრობ საზოგადოებაში საზოგადოების საზოგადოება რა რომელმაც თავის დროზე ესე იგი სადადგა საკითხი მოვიყვანეთ ნაციონალები რომლებმაც ნაციონალობის გრაფა ამოიღეს პასპორტი მე და მამის სახელი ისე მიაყოლეს მე მოგიდაოცნება და თურმე ჩვენი ოცნება არის რომ გუბერნია გავხდეთ რუსეთის. აი ოცნება დაგვიგარდეს. ესე იგი უშიშროებებს და მithumetes კადრების შეშურებას. კი ბატონო თუ თქვენ სისულელია არა იმიტომ რომ იმას არ ამოუღია ჩვენ ამოვიდეთ მაგრამ იმამდე ვატების რევოლუციამდე მოხდა ეგადაც რატო აბრალებდით მე არ მithქვია არა ნაციონალებმა ამოიღეს ეროვნების გრაფაო და ამოვიღეს ჩვენი მახელისუფლება მე პარლამენტში ვიყავ ბატონო ერაკო და სრულად ამოგეცეთ იმიტომ რომ არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში ეგეთი გრაფა არ არსებობს
ერთ ხელს გვიშლის უმცირესობების ასიმილაცია. ხელს გრავს უმცირესობას და ეგ არის თავის მოკვლავა და მე ხომ ბატონო ირაკლი, ადგილიდან არ შეიძლება დაგაჯარიება. მე არ მithქვამს ეგ ნიკოლოზმა მკითხა და მას უპასუხება. მაშინ ორი ეს დაგაჯარიება. ხუთ კაციანი სუფრა. ეს ვერი არის. ბატონო ირაკლი, ეს ის დაგაწევს კოლეგია. მე ჩემი აზრით არ მოგდოთ არ მოვიწრო რა პრობლემა არ მოწონებაზე არა. კი ბატონო ახლა ჩვენი საზოგადოება ჩვენო დამნაშავე ყველაფერში როდესაც საკვაფის თავზე საპრესი ხმა არ არ გამოვიდა მთელი ხალხი ისე როგორც საჭირო იყო როდესაც მთელი ჩვენი ეკონომიკა და სტრატეგიული საკითხები ობიექტები გადასცეს რუსეთს ხმა არ ამოვა და ახლა გვინდა ერთბაშად ყველაფერი ეს გავახარჯოთ და მივიღოთ შედეგი. ძალიან რთულია რა ჩემი საქმე. ძალიან რთულია ეს ყველაფრის დააბრუნა. აი თქვენ თქვით რომ თუ საჭირო იქნება რა ვიღებ, ვერდი ვიდგას და იმასაც გაიძახები. არ არსებობს რომ როდესაც თავობა არ ელაპარაკება თავის ხალხს. არანაირად არ ელაპარაკება. სულ 3.9% არის განსხვავება გაყალბებული არაკმის არჩევნებში. არ ელაპარაკება ესე შეიძლება არ გაინტერესებს ეს ხალხი. მეორე ის რომ ვინც იბრძვის, იმას შეიძლება წააგოს. ვინც არის ის თავიდანვე წაგებულია. იგივე საკეთებს მერის არჩევნებს. ესე იგი, ნუ ახლა ბოდიში გამორჩე დავიწყე და შემოწმე. ორ ყოველს იგორებს უშიშროება. და ჩვენი ჩtildeო მეგობარი ამ განთქმულია. და აი ამ პუნქტში ატავსებს საზოგადოებაში. და საზოგადოება ყოველთვის გაფრთხილდება. აი სულთან ესეთი შედეგი გვაქვს ჩვენთვის დავუდგა. მე სულებით ესასალმები იმას. მე შეიძლება შობათა ბატონო თეიქის თქვენ ისე ბატონო თეიქის ბატონო თეიქის ეგო ბატონო თეიქის ჯობა მეორე შეიძლება სულებით დახმები იმას ვაკეთებ. არა რეალურად მეჩვენება ისე აბსოლუტურად ევაკუაციის სიტუაციაში და გიერთმა რომ რა ვიცი რა ძალისხმევა კი არის ტიტანური ძალისხმევა საჭიროა ეს ყველაფერი გაკეთდეს. კარგია ძალიან კარგი ვეკეთებ მაგალითად მინდა უთხრა ბატონ მემურის რომელიც არ მოხშენებია აფხაზეთს და მთელი ომის დროს იყო ჩვენი და ვიცი მისი პატრიოტობა და აფხაზური ხალხის პატრიოტობა და სულისკვეთება. ჩვენი პოლიტიკოსების ლექსიკონიდან გაქრა სიტყვა სამშობლო, გაქრა სიტყვა ეროვნულობა, გაქრა ის რაც ერს კიდევ. რა ვიცი, შევცვლით ამ. კი ბატონო, ბატონო კოტე, თქვენ მინდა რომ დაგიწყოთ გეგულა თხოვთ. ბატონი კოტე გეგულარია. მოგესალმებით. ჩემი დიდი პატრიცია ვისასწორებ. ძალიან მადლობა რომ აი ამ ძალიან სერიოზული გადაწყვეტის ჯობს, რომელიც რასში ჩვენს ქვეყანაში, როდესაც ხელისუფლება გვიხსენებს, რომ ყველაფერი კარგად არის, საოცრად ვიდის, ეკონომიკა იშლება, ჩვენ თუნდაც აყვავებულები ვართ, მაგრამ ჩვენ თუნდაც ამას არ ხდება. აქ თანდებით ადამიანები მიკროფონში ძალიან კარგად ვიცით რომ ყველაფერი არის ცუდად სამწუხაროდ ჩვენ ვერ უწყობთ ხარს არავითარ ქვეყანაში არსებულ ვითარებას და ინტერესთა ჯგუფებს სადაც საბჭოთა სწავლობდა რომ ქვეყანა ბუნებრივად არის ინტერესთა ჯგუფების თანხმობა, რაღაც აბსტრაქტული თანხმობა კი არა ბატონიცის. არამედ თანხმობა იმ ჯგუფებისა, იმ ადამიანებისა, ვინც აზროვნებს, ვისაც უყვარს ეს ქვეყანა, ვინც აქტიურია და უნდა რომ მისი შვილიშვილების ქვეყანა იყოს დიდი თანამეგობრობის ისეთი შემადგენელი ნაწილი და იყო ყოველთვის საქართველოს ეს ფუნქცია ჰქონდა რომელსაც სიტყვას ეთქმის და რომელსაც ანგარიშს გაუწევს. პირველი რაც დავყარგეთ და მე ბევრი თქვენთაგან ნაშრომის საკითხული
და ვიცნობ მემკვიდრეობას ვიზარდები და ჩემს პატივისცემას კიდევ ერთხელ გიდასტურებ ჩვენ სახელმწიფოს ჰქონდა ფუნქცია და ფუნქციის გარეშე სახელმწიფო არ არსებობს ახლა როდესაც ალბათ აქცევთ ყურადღებას რომ აზერბაიჯანი დაინიშნა დირექტორად ფაქტიურად და აქ რაღაც ჩვენი ხელისუფლება ცდილობს ახლა უკანა რაღაც ისეთი კარებით და სხვა ფორმებით რომ წინამდებობა გაუწიოს ამას და ჩვენ ნახეთ ხო რკინიგზის დებატას არ აძლევენ ამას ცხოვრებს ეუბნებიან ზანგეზურში წადი დაგვიანებულია ბატონებო ის ზანგეზური გამალებით შემდება ეს არის ბრიტანული და არის ის ძალიან კარგად ნაჯვარიანი რომ ეს არის ძალიან დიდი შეთანხმება ეს არის უნიკალური შანსი ბრიტანეთის რომელიც ოცნებობდა ამას რომ ცენტრალური აზია და ამიერკავკასია და დამატებული ამას თურქეთი რომელიც ძალიან დიდი ქვეყანა რომელიც იზრდება გამალებით ასე ხო და ნატოს წევრი რომ ერთგვარად დამდგარიყო ანტირუსული ფრონტი შეექმნა და აი ეს დიდი ესეთი ტელეფონი დაეთანხმებინა დღეს ტრამპი ყოვლის შემდგომ რომ ტრამპის მარშრუტი დაებად კიდე ამას ჩვენი ხელისუფლება გძნობს საერთოდ ამ ჩვენ გვეუბნება რამეს საქართველოს რადაში ამოშთი მე ძალიან მოკლედ რომ ამიტომ მე მინდა ერთი რამე დავასრულო მე მაგალითად ვეთანხმები აბსოლუტურად ჩვენს დიდი ხმის ბატონ თენგიზ და ეგრევე ნუგზარ შოთვალა ჩვენ უნდა შევთანხმდეთ აი ეს ბატონი გიორგიანდება და ჩემი დიდი პატივისცემა საყრდენი მომეცით და გადავატრიალებ რა საყრდენი და თანხმობას გავაკეთებ თუ ეს არის ეროვნული საბჭო თუ ეს ადამიანები არიან საყრდენი ხო მაშინ აი ვალი მაგიდა რო შექმნა ვიად გამსახურდია რატომ ჯერდა რანელი გენიალური გამოგონება იყო ხო რომ ამაგიდის იგივე ყველანი იყო გამოგონება იქაც კი გაიხლიჯა ხო ეთარება სამწუხაროდ და ვიცი გამიერთო ხო მაგრამ შეძლეს ამ ორმა უბერასმა ადამიანმა მieყვანა ხებრძოლო ბოლომდე ხელისუფლებაც აიღო და ძალიან ბევრი ამისთვის მიაღწია თუნდაც აქ ითქვა და არ გამეორდები თუნდაც ის რეფერენდუმი რომელიც სამუდამოდ დარჩება როგორც ამ ქვეყნის ხერხემალი სადაც ამხაზებოდა ოსმალ მიერად ძირად მონაწილეობს და რომელსაც ვერანაირი ძალა დღემდე ვერც ერთვის ვერც უარყოფს და ვერც ვერასუხვის ვერ მოუხეთებს ვერაფერს აი რა გვაქვს საყრდენი აი ეს საყრდენი უნდა ვიყოს ჩემი აზრით ერთდროს შევთანხმდეთ მეცნიერები ვართ ამ ქვეყნის გულშემატკივრები ვართ და ვთქვათ წინა ხელისუფლებაში მოთაშოთ ირაკი თქვენ გახსოვთ რა მე ვიყავ იმ კომისიაში და ფორმალურად მაინც ცდილობდით რომ ის რაც მოხდა რასაც ეროვნული თანხმობის მიღწევა ქედა მე ვეთანხმები ამას რომ ჯერ კიდევ ჰაერში ეს ეკითხი გამოგიდებული ხო ამ ხელისუფლებას ეს საერთოდ არ აინტერესებს მაგრამ აი მეცნიერულ დონეზე მაინც რომ ეს აი ამ კონცეფციაში სადაც მეცნიერთა კონგრესი მივა აკადემიურ დონეზე ხო გადავატყვით არა გაბძანა რომელსაც ვიზიარებ აბსოლუტურად რომ მინდა თანხმობის პარლამენტი ვინც რო გაგაცნობს ისინი ხონდა შევთანხმდეთ ზირზე საყრდენზე და ბაზაზე იმიტომ რომ აქ ცოტანივად ხალხი და აქაც თქვენ ხედავთ რომ განსხვავებულია სამწუხაროდ თანაც შეიძლება ითქვა დიამეტრალურად განსხვავებული ამიტომ დრო კიდევ ძალიან ცოტაა მე ვფიქრობ რომ ვეცადოთ ეს საყრდენი და მე მგონი აი ის მომენტი რომ ჩვენ ველოდოთ ხელისუფლება ამაზე დაგვეთანხმება ეს უნდა გამოვტოვოთ ჩემი აზრით იმიტომ რომ ჩვენ ძალიან დიდი მე შეიძლება არ მინდა რა შეიძლება თებერვალში ძალიან სერიოზული მომენტები და თებერვალისთვის ამობს ეს დიდი გიგანტები დაამთავრებენ ძალიან დიდი სულსუკანა შეთანხმებებისკენ მიდიან და შეიძლება არცალავენ არაფერი არავის არ კითხოს და ყველაზე მეტად უნდა ვიყოთ მზად იმისათვის რომ
ზოგს უკან ხდება შეთანხმება, რომ რუსეთი დაიხმარონ ამ შეწყვეტაზე, იმის პირობებზე წავიდა და ჩვენ შეიძლება საქართველოში ვიღოთ თუნდაც ძირს დაცემული ხელისუფლებად. აქ ამას არ გამოვიწყოთ. იმიტომ რომ ეს ძალიან დიდი სახელმწიფოების ინტერესში შედით. ვართ ამისთვის მზად, თუ არ ვართ, რომ ესეთი რამეც მოხდეს, აი ამასაც უნდა ვიმჯეროთ ძალიან დიდი მადლობა და დიდი გულით. დიდი მადლობა. მოგესალმებით, ბატონებო, ხალბატონებო. მე ვეცდები რამდენადაც თუ არ ვიცი რამდენად გამომივა, მაგრამ ასე ვთქვათ, დავეშვათ ესე იგი იმ ზედაპირზე, რომელსაც ქვია ძალიან მარტივად ის რაც წარმოადგენდა ბატონმა შევკეთებას. არის ესე იგი კონკრეტული ამოცანა დგას ჩვენ წინაშე. წარმოდგენილი არის ესე იგი იდეა, არის ესე იგი იდეის მექანიზმი, რაც დაგვირიგდა და ჩვენ საკითხი ესეთნაირად დავაყენოთ. მოდით მე მოგიწოდეთ, რომ ესეთნაირად აი ამ წესით ვიმუშაოთ. თუკი აი ამ ასე ვთქვათ იდეას თავის დავაცხადია, რომელსაც თვითონული ჩვენთაგანი ფარს უჭერს. გარკვეული ფორმით იგი ჩამოყალიბებულია, რამდენად საჭიროებს იგი დახვეწას, ალბათ საჭიროებს. ესე იგი, დახვეწილიც კი ეკვემდებარება შემდგომ დახვეწას, თავისთავად ხდება. როგორ დავაჩქაროთ ეს პროცესი? მე უბრალოდ ვამბობ, ესე იგი, ვაყალიბებ ჩვენს გეგმას, რომ ბევრი არ ვისაუბროთ, თორე თითოეული ჩვენთაგანი გარკვეული თვალსაზრისით, რა ექსპერტია და ყველა შეუძლია ისაუბროს ყველა თემაზე და რაც განსხვავებული აზრი, ესე იგი, შემთავაზოთ თითოეულ ჩვენთაგანმა ერთმანეთს. ეს ერთი, მეორე, ესე იგი, როგორ მოვახდინოთ ამ იდეისა და აი ამ იდეის ხორჩესმული დოკუმენტის, ესე იგი, იდეოლოგიური და საინფორმაციო უზრუნველყოფა. მე დამიჯერეთ, რომ ჩვენ ყველა შემთხვევაში გვჭირდება ერთი დაახლოებით 1000 კაციანი აქტივი ამაზე როგორი შემადგენლობის იქნება, ესე იგი, ამაზე ეს სასაუბრო თემაა, იმისათვის რომ ჩვენ აუცილებლად უნდა გაგვაჩნდეს გარკვეული ზურგი. კარგი თვალსაზრისით მაგრამ ყოველივე არის. და მეორე, თქვენ ბრძანეთ ერთხელ ბატონო თემურ, ესე იგი, საერთოდ არ გამოვრიცხავ, რომ ამ წინადადებით ჩვენ პირდაპირ უშუალოდ იმ ასე ვთქვათ, ხელისუფლებას მივაკითხოთ, რომელსაც ძალაუფლება აქვს, ესე იგი, მიტაცებული, როგორც პრემიერ და შევთავაზოთ, რომ ესე იგი, ეს არის გამოსავალი თქვენთვის და ეს არის გამოსავალი ჩვენი ქვეყნისათვის. მოდით ამაზე ვისაუბროთ და მოდით შორს მოღარწავოთ მან. დიდი მადლობა. ბატონო თერმო. ყველას მოგესალმებით. მე მინდა გითხრა, ეს თქვენი მიდრომა რაღაცაში რომ ამ ეტაპზე ხოვოთ მეცნიერებს, რადგან ეს არც ერთ პარტია აქ არიან, თუ აქაც არიან ერთკაციანი თუ ორკაციანი პარტიის ლიდერები. არც ერთ პარტია დაძრებული ბიზნეს ვთქვათ ჯგუფიდან ავტორიტეტი საქართველოში არ აქვს. ხო ვიცით ეს? რუმინეთმა გადაწყვიტა და მოიყვანა ჯერ ბუქარესტის მერად სოფლიო დონის მეცნიერი ნიკოშო დანი, რომელიც მათემატიკოსია ამ შემთხვევაში და მერე გახდა ის პრეზიდენტი რუმინეთის. და ბუნებრივია, ჩემი აზრით, ყოველ შემთხვევაში რუმინეთის ორგანიზაცია გიყოს. ახლა ჩვენ ქართველებს რომ ვკითხოთ, ჩვენ გვაქვს დიდი ტრადიცია მართლაც ჰქონდა ადრე პოლიტიკოსების და ჭკუისაც. მაგრამ აი უზბეკეთის ახალმა პრეზიდენტმა შავკოთ მირზოევი როცა მოიკითხა გახდა პრეზიდენტი 19 წელს მოიკითხა რომ აი რა მომარეობა აქვს მეცნიერებსო ჩვენთან. უთხრეს რომ მეცნიერი არც ერთი არ დარჩა, ყველა წავიდაო საგადასახადოში და ასე შემდეგ. რატომ? იქ გადასახადი არის. და დააბრუნა 3000 ევრო დაუნიშნა მეცნიერს, მაგრამ ჩვენ წარმოდგენაში მეცნიერი არის ის, რომელსაც დიპლომი ერთ-ერთ უნივერსიტეტში არ ვასახელებ შეგდებულად, ყველა მთავრობის წელს, ყველა პარლამენტარს, ვთქვათ, როგორც ისეც, ასე ისე, ხარისხი აქვს მიღებული. არ ვაცხადებ უნივერსიტეტს. ისიც თავის თავს სulis მეცნიერად. ჩვენც არ გვესმის, კარგად რა არის მეცნიერი. მეცნიერი ის არ არის, რომელსაც ხარისხი დააჩო 30 წლის წინ. და იმის შემდეგ ღვინო არ აქვს, ან ქალბატონები კარგად დადი. მეცნიერი არის მოქმედი
რომელიც პროდუქციას ხდის, როგორც არის გია პაშილაოს ხედა აქ მარტო. ეს ზოგადად. ამიტომ ბატონ თერო არც ერთ მეცნიერს, მათ შორის ჩემს, ახლა იცი ჩემი ციტირების ინდექსი, მე მგონი ზოგ უნივერსიტეტში ჯამური არა აქვს, რაც მე მაქვს. მაგრამ არა აქვს მნიშვნელობა. ჩვენ არც ერთ მეცნიერს არ გინდა პოლიტიკაში დავიწყოთ. მაგრამ თქვენ რომ ბრძანეთ, როცა წერა-კითხვის უცოდინა პარლამენტში რომ ზის და $16,000 თუ ლარს ჯერჯერობით დოლარი შეიძლება იყოს. აძლევდა იაპაშილავას და სხვას, ვინც ღებულობს შედეგებს და საქართველოს ისტორია არა 3,000 წელი არ შევარდნაძე დროს იყო და 4,000 წლით, ანუ 10 საუკუნით გადაწევა რომ შეუძლია ამას კონფერენციაზე არ უშვებ თან შემსარაზე. აი ეს არის მიდგო. ამიტომ ბატონო თემო რა თქმა უნდა, კარგი იქნება, მაგრამ არც ერთი პარტია არ დათანხმდება ამაზე. ერთ-ერთ პარტიის ლიდერს რაღაცა შევხვდი და უთხარი რომ რა პროექტები, იცით მე სოხუმიდან ვარ და რა პროექტი შეიძლება შევთავაზოთ, ბევრი პროექტი ქონდა ჩვენ დისტანციური სწავლების სამუზაგანოში, დარის ხეობაში. ხო და მითხრა რომ ჩვენო, რამდენი ჭირდებათ რომ ახალგაზრდა მეცნიერების რა ხარდაჭერა და ამ შემთხვევაში 1000-დან იყო საუბარი. მე ვუთხარი დაახლოებით რაღაცა თანხა, რომელიც სერიოზული იქნებოდა ამ პროექტის გასახორციელებლად. და დამსახლა იმის მეათედი ნაწილი ამით შეგეხიზნებით. თვითონ არის ტრილიონერი. ანუ ყველა პარტიას ბატონო ისა გოგო ზურავჟვანიას აგია ბაზავა მეთქი. ყოველ შაბათს როგორც აფხაზეთის ორგანიზაციის ლიდერი აქ თბილისში ხდებოდა. ერთადერთი პოლიტიკოსი იყო მაშინ აი მეორე ეს. ვისაც ესმოდა მეცნიერებს და პატის სხვები ერიტანენ მეცნიერებს. როგორც ბატონი ბიძინა ყოფილა ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი. პლეშკაში დაუცავს მოსკოვში. მეცნიერებს ვერ იტანს. ჯამარჩი დოქტორია. დოქტორი არ გავიგო. ამიტომ მე ბატონო თემო არც ერთი პარტია არ დათანხმდება, მაგრამ თვითონ როგორც იდეა მწკიდვალეა, თავარია როგორც სომხეთზე იყო საუბარი. რა თქმა უნდა, მონონაციონალურია და ეს მოდეკია, მოდეკია. არა, კი, მაგრამ სომხეთმა გააკეთა ის, რომ თავის რიგებიდან ის 2 ტრილიონერი ხოჩარიანი და საქსიანი გაუშვა და ამოიყვანა ეს კაცი. რომელმაც ორიენტაცია გააკეთა ევროპა. ჩვენ ამას ვერ ვაკეთებთ. ამიტომ რაც ეხება კიდევ არაბებს, ეს ვიტყვით რომ ჩემი მეგობარი არის ჩამოსული ზუსტად იმ ქვეყნიდან, არაბეთიდან. იქ მუშაობს ერთ-ერთი დიდ უნივერსიტეტში მოწვეულ პროფესორი. და ის უნივერსიტეტი შედის გაერთიანებული არაბეთის ემირატების უნივერსიტეტი ქვია, შედის 229 კლასიფიკაციაში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის 1000-მე-700. აი ეს კაცია ზაედის ვაჟი, ზაედმა შექმნა ეს ემირატები, იცით 1974 წელს და მისი ვაჟი იყო ჩამოსული, ბატონ ბიძინა რომ მასთან მისი ვაჟია ის მეფე ფაქტობრივად. ის მოსულა ამ უნივერსიტეტში და უთქვამს, რომ ჩვენ რომელ ადგილზე ვართო 229. გაცევდა გაზრეთო დავალებას, რომ 2 წელიწადში უნდა შეხვიდეთო 200-ში. ხო, 200-ში. ახლა რა გააკეთო 200-ში რომ შევიდეთ, იქ ინფრასტრუქტურა მწკიდვალი აქვს, იწვევენ უცხოეთიდან პროფესორებს, თავისი ხალხი სუსტია მეცნიერებაში, მაგრამ იწვევენ სხვა არაბებს სირიიდან და უნივერსიტეტი, ესე იგი რა თქმა უნდა წინ მიდის ის სოფიო დრონის მეცნიერებს იწვევენ, მათ შორის საქართველოს და სხვა ქვეყნები. ანუ ის არაბი თავის ქვეყანაში ის ხარს უჭერს მეცნიერებს. თქვენ სწორად ბრძანეთ, ის აქ რომ ჩამოვა, იქ მეკითხები მას ის ჩემი მეგობარი 7 წელია იქ არის. ის ჩამოიყვანს არა მარტო ოჯახის წევრებს და 15 შვილს, მოსამსახურეს გამრავლებულ დაახლოებით 2-ზე.
და ჩვენ არავითარი მექანიზმი არ აქვს თუ ვიდრე ამ ერთ-ორ საკითხზე არ გავერთიებდებით. არ შეიძლება ჩვენ მიწები გავყიდოთ, ეს არ არის ის მიწა, რომელიც არის ოცნების მიწა, ან თუნდაც ნაციონალური, ეს არის საქართველოს მიწა, რომელიც მორთმულია იმის. მით უმეტეს ის მიწა, საიდან ჩვენ გამოგვირეკეს რუსებმა ამ შემთხვევაში. ჯერჯერობით ხისა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ არ გვინდა პოლიტიკა მეცნიერების, მაგრამ არც ერთი პარტია როგორც ცალკე საქართველოს ვერ უშველეს. მხოლოდ ხალხს შეუძლია გააკეთოს ეს. გასაგებია რომ არა რუსეთს გაუმარჯოს არამედ ჩემთვის ეს გასაგებია იმიტომ ქალაქში რომ დავდივარ მე ქართველს და არაბს ვერ ვარჩევ მე კინორეჟისორი ვარ ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამეა რასაც არავინ არ ნახავს როცა შენ სულგვინი გიჩნდება რომ დაემსგავს ტერორისტს თავი გადაიპარჩა და წვერი მოუშვა ეს ხუმრობით არ ხდება და შემთხვევით არ ხდება ეს სხვა მეცნიერება რომელზეც არავინ არ ფიქრობს ურთულესი რამე ტროლეიბუსში როძივა ტროლეიბუსში აღარ არის მაგრამ აი ტროლეიბუსში როძივა ვერ დარჩევ ესე იგი ვინ არის ეს არის მასობრივი სურვილი ეს პროიმ გოგოს მოეწონოს არათენგის მალანია გამიგეთ ვიღაცა ვიღაცული ვიღაცა არამედ აი ეს დიდი წვერები მოპარსულია იჟდები ეს უდიდესი პრობლემაა ხალხს არანაკლები ვიდრე აი თქვენი აი სტატისტიკა რაც მე ჩემი სიტყვამდა დავიწყო სამი რამე მინდა მოგილოცოთ არის ყველაზე მთელ საქართველოს. პირველი არის ხორბალი. პირველი არის ხორბალი. მაპატიეთ, მაგრამ მე ვიცოდი რომ ღვინის ქვეყანა ვარ, მაგრამ თუ ხორბლის ქვეყანა ვიყავით, მართლა არ ვიცოდი. არ ვიცი რა, ეს ძალიან დიდი მიღწევა. მეორე მინდა მოგილოცოთ ის რომ დღევანდელი ეს ბანდა სულ მალე წარსდგება ჰააგის ტრიბუნალთან. აი ესა ძალიან მინდა მოგილოცოთ, რომ ეს ყველაფერი ეს პრობლემები რაც იქნება არ დასალება. 2 მილიონი უკვე გააკეთა. მესამე მინდა მოგილოცოთ, რომ აი ეს კონცეფცია მე მომისმინე, რომელიც არის იდეალური, რომელზეც თითქმის არავით არის შენიშვნა არ მაქვს, იმიტომ რომ ეს კონცეფცია თუ დაიბადებოდა საქართველოში, არა მე არც მომელოდი და გილოცავთ და ერთმანეთს გასულეთ განხორციელებული იყო. ისეთი რამ, რაც აი რო იტყვია ექიმმა რომ ჟურნალის ავადმყოფს უნდა იცოდეს მისი ავადმყოფობა თუ რა სჭირს. ჩვენ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ, რომ რუსები ჩვენ ვისთან გვაქვს საქმე. ჩვენ საქმე არა გვაქვს აი ამ უვიცებთან, აუნათლებლებთან და მინდა ვთქვა რომ ბევრი თქვა რომ მეცნიერები არ უნდათო და მეცნიერები კი არა, ესენი არიან უვიცნი და უვიცები ვერ იტანენ ჭკვიან ხალხს უბრალოდ და მით უმეტეს მეცნიერები. აი ეს არის თავარი მიზეზი რომ მათ არ უნდათ არავით არის მეცნიერება და არავით არის ის და ესენი თუ იქნენ აქა ეს ტყუილი არ განხორციელდება მაგრამ მე ვიცი რომ ეს განხორციელდება და განხორციელდება ჩვენ საქმე გვაქვს რუსებთან საქართველოს მართავენ რუსები, არა ქართულგვარიანი რუსები, არამედ ნამდვილი რუსგვარიანი რუსები. არა, არავით არის იქედან. რუსეთის საელჩოში, საქართველოს რუსეთის საელჩოში, აი ვიცი, სტადიონის პირდაპირ არის შენობა. ყოველდღე იქ არის 30 კაცი 40 მიდიან სამსახურში ეს რუსები, რომელსაც აქვს კრემლთან ურთიერთობა. გარდა ამისა, საქართველოს ყველა სამინისტროში ზის 2-3 საერთო და ისინი აკეთებენ ყველაფერს, სიტყვებს უწერენ,
აი თუნდაც ერთი რამეს დავუკვირდეთ, როდესაც ეს ჩვენი ბატონო ეგრეთ წოდებული ხმა მესმის სულ ეგრეთ წოდებული მართლები როდესაც რაღაცას გამოდიან და ამბობენ კითხულობენ ნათარგმნი ისეთიდან ნათარგმნი სიტყვებს კითხულობენ და განსაკუთრებით ეს შეინიშნება იმ ცალკეულ პაპუაშვილი რო არის პირველი საშინელება ეს ამისი სირცვილისგან ვიწვი ბატონო საქართველოს თავარი პირველი ის არის პაპუაშვილი პრემიერ-მინისტრი Жуаниас მერე პრემიერ-მინისტრი ყობახიძე იქნება სირცვილია უბრალოდ აი სამარცხვინოა ესა და პრეზიდენტზე აბარატო ოთხი კლასის გამწვანება რა ხო არის რუსეთი კარნახობს ამათ რომ საქართველო აი ესე გამოიყურებოდეს რომ უცხოელებს უთხრან აი ესენი არიან იდიოტები და უვიცები რომ რაკი დაანებენ რა თავი ესენი ჩემთან უნდა იყოს მაგრამ რაც ყველაზე ძალიან აი ეს ყველაფერი მე რასე რატო ვლაპარაკობ ამას იმიტომ რომ ეს ყველაფერი არის გასათვალისწინებელი იმ დროს როდესაც განხორციელდება აი ეს კონცეფცია და მერტმაკნას ეს მალე მოხდეს ისე ბევრი მაქვს მაგრამ ამით დავამთავრებ უკვე დაიგავ დიდი მადლობა რომ აი ესეთი მადლობა პირველ რიგში დიდი მადლობა რომ ჩვენ შევძლებთ ეს რომ არა შეხვედრა გავგეკეთებინა არამედ დიდი პროცესი დაგეწყო ეს არ არის შეკრება ეს არის პროცესის დასაწყისი ჩვენ 8 თებერვალს გელაჩი რომ შევიგრიბებით, მაშინ იქ ვიტყვით რომ 8 თებერვლამდე რამდენი რამ გავაკეთეთ. ერთი რამ მინდა გითხრათ რომ აი ვინც ფიქრობ დღეს რომ ეს არარეალურია, ან ძნელია, არარეალურია, ცდებით, ძნელია გეტახით. ეს არის უკეთეს, მაგრამ ეს არის რეალური. პირველი, ჩვენ უნდა წავიდეთ ორი გზით. ვიმოქმედოთ სწორად ხალხში შევიდეთ და ხალხს უთხრათ რომ აი ხედავთ რას არის თვალისწინებენ ხალხი დადგება სწორედ მაშინ ჩვენს გვერდით როდესაც ჩვენ ხალხში შევართ უბრალოდ ხელისუფლებას კი არ ვარცხავთ ჩვენ ვეუბნებით რომ აი ეს არის დღეს გადარჩენა ამაში ქვეყანას აი რომ ვაჩვენებთ იმ საზოგადოებრივ პარლამენტს რომელიც დაიწყებს მუშაობას და დაინახავს როგორი ხალხი თავს ქვეყანას მაშინ დარწმუნდება საზოგადოება დარწმუნდება იმაში რომ ამ ქვეყანაში ასეთი პარლამენტი და ასეთი ხელისუფლება არ უნდა გქონდეს. ამიტომ ვიმეორე, ჩვენ წავიდეთ ორი გზით. თქვი და ხაზგასმა მინდა გავაკეთო. დღევანდელი დღის შემდგომ მეცნიერებათა აკადემიაში, აკადემიებში, უნივერსიტეტებში, ინსტიტუტებში, შემოქმედებით კავშირებში ყველას უნდა უთხრათ და დავაყენოთ რამდენიმე საკითხი. თქვით აზრი ამ კონცეფციაზე, თქვით აზრი არაბული სოფლის მშენებლობაზე და თქვით აზრი ბევრი საკითხი ეკანონებს რომელსაც იძლებენ. მე გაწუნებთ რომ ვერავინ ვერ გაბედავს, ვერც ერთი უნივერსიტეტის რექტორი ვერ გაბედავს თქვას ის რაც არ არის ქართული. და რომ იტყვის იმას რაც არის ქართული, თუ ჩვენ მივდივართ ქართული წინააღმდეგ, ჩვენ ამ შემთხვევაში მოვიგეთ. სხვა გამოსავალი აქ არ არის. აი რასაც ბატონი თემური ამბობდა, წესში გამოდიოდა და ამბობდა არის ერთი კატეგორიული წინააღმდეგობა პარტიებთან კლასიკური პოლიტიკური პარტია საქართველოში არ არსებობს. ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა. კლასიკური პოლიტიკური პარტია არ იკადრებდა იმას, რასაც კადრულობს ან ხელისუფლება, ან კადრულობენ ოპოზიციური პარტიები. კლასიკური პოლიტიკური პარტიის გზა არის რთული, მაგრამ მას დიდი დრო კი არ ჭირდება, სწორი ორგანიზება ჭირდება. ჩვენ მივდიოდით სწორი გზით, წავად ამ გზით, სხვა გამოსავალი მაინც არ არის. რაც შეეხება ეხლა ესე იგი ეს არის რეალურად ჩვენი პროცესი, რომელსაც ვიწყებთ, ეს არის განახილებული ეროვნული მოძრაობის პროცესი. ეს არის ეროვნული მოძრაობა. მე ვერ გეტყვით რომ საქართველოში ასეთ მძიმე მდგომარეობა ოდესმე იყო, ასე უჭირდა ქვეყანას, ასე უჭირდა ერს და ასე იყო დაბნეული ხალხი. აი შეიძლება იცი რა არის რომ აი რომ უჭირდეს ასე და ხელისუფლება არ იყოს ამპარტავანი და ხელისუფლება არ ამბობდეს რომ ყველაფერი კარგად არის და ხელისუფლება ამბობდეს რომ იცით რომ ვიჭირს ყველას. არა, ხელისუფლება მეუბნება ყველაფერი კარგად არის და შეხედა რომ ყველაფერი ცუდად არის.
ეს არის ისეთი დიდი წინააღმდეგობა, მაგრამ ხალხში არის დიდი საპროტესტო მუხტი, მაგრამ ეს საპროტესტო მუხტი ვერ მოდის მოქმედებაში. ელემენტარულად, აი, ვიმეორებ, მე ამისი ვიმგზავრე მატარებლით თბილისიდან ბურჯომის მიმართულებით, მთელი 4 ვაგონი კაცი ვერ ვნახე, რომელიც ხელისუფლების ოდნავ მხარდამჭერი იყო. ყველა ამბობდა, რომ რა შვები ჩამოვაგდოთ, ეს რაც მე ვაკვირუნები, რომ ჩამოგდებას და ყველაფერს თავისი ტექნოლოგია აქვს. ისე უნდა წახვიდე, რომ ვერ დაგიჭირო. არა იმიტომ, რომ შენ ჩამოგდება არ გინდა, იმიტომ, რომ შენ იმოქმედო სწორად, ჩადო ეს თეორიული საწყისები, საფუძვლები ჩვენ ვდებთ ამ თეორიულ საფუძვლებს და ამავე დროს იყოს კატეგორიული მოთხოვნა. არ წახვალ ამ გზით, მაშინ მთელი ხალხი შენ წინააღმდეგ იქნება. მე მინდა გითხრათ, რომ ხელისუფლება ჩვენ ეხლა გვეხმარება. არაბების შემოყვანით გვეხმარება. ეხლა იზომება არა ხელისუფლება, არამედ იზომება ხალხი. თუ ხალხი ამას გადაიტანს, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას მაშინ უნდა დაუკრათ, თაში და უნდა უთხრათ, რომ თქვენ ყოფილხართ სწორედ ანტიქართული კი არა, ხალხში ყოფილა ანტიქართული განწყობილი. ხალხმა მოითმინოს დღეს არაბული სოფლის მხედრობა, სათანადო ყველაფერი ბატონო ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ არავით არის ის კომპანია არ არის, რომელიც ჩამოდის. ერთი კარგად შეფითერ ნახეთ რა გააკეთეს ბალკანეთის კუნძულებზე. რა საშინელებები, მერე მათი დაწყებული საქმე, რუსებმა როგორ იყიდეს, როგორ ეპატრონებიან უკვე რუსები, ეს დიდი ბლეფია, დიდი ბლეფი, მე ეჭვი მეპარება, რომ არაბების პული აქვს. აქ შეიძლება სხვა რამე ხდება კიდე, ჩვენ კიდე უფრო მძიმე მდგომარეობაში ვართ. ჩვენ უფრო მძიმე მდგომარეობაში ვართ. ამიტომ, ბატონებო, ჩვენ საზოგადოებას შევთავაზებთ დიდი ქართული პროექტი, ეროვნული თანხმობის კონცეფცია. ჩვენ ხალხს მოსახლეობას ვეუბნებით, არავით არის თანამდებობები კი არა, აი როგორც ეწერა, აი გავერთიამდეთ არაერთმანეთის წინააღმდეგ, არამედ სამშობლოსთვის, არავით არის. ხელისუფლება მივა ტრიბუნასთან და ლანძღავს ოპოზიციას, ოპოზიცია მივა ხელისუფლებასთან და ლანძღავს ხელისუფლებას. ისე უნდა გითხრა, რასაც ხელისუფლება ლაპარაკობს ოპოზიციაზე მართალია და რასაც ოპოზიცია ლაპარაკობს ხელისუფლებაზე მართალია. და ამიტომ ეხლა როცა ამას ვითმენ ჩვენ ორივე მართავს ლაპარაკობენ, მაგრამ საკუთარი თავზე ვერ ლაპარაკობენ ვერაფერს. ეს არ აინტერესებს და არ აწუხებს და ეს არის ყველაზე ცუდი და ყველაზე მძიმე. მე მინდა ვთქვა, რომ თქვენ ნახავთ, ჩვენ შევძლოთ, რომ არსებობდეს ქვეყანაში ერთი ტელევიზია, რომელიც მთელ საქართველოზე მუშაობს, ტექნიკური უზრუნველყოფა აქვს და საზოგადოებრივი პარლამენტის ყველა სხდომა მიდიოდეს პირდაპირ ეთერში. ჩვენ ახლა დღესაც ვაკეთებთ, დიდ საკითხებს ვიხილავ და მინდა ერთ წუთში დავთავაზოთ. თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ კვირაში სხდომები რო გქონდეს ლოკალური საკითხები, თქვა, როგორ გამორბალდეს პენსია, როგორ იყოს, რა იყოს და ამ შემდგომ რა მაყურებელი ეყოლება და ხალხი როგორ გაცნობიერდება. ჩვენი ამოცანა არის ხალხს გავაგებინოთ, რომ რეალურად არსებობს პროგრამა, რომელსაც შეუძლია ქვეყნის შეცვლა. ეს აქვს მეცნიერებს. არაფერი მეცნიერებს არ უნდა გარდა ძლიერი საქართველოს. რაც დღეს ბიძინევანიშვილს აწყობს ეს ოპოზიცია, ამ ოპოზიციას აწყობს ბიძინევანიშვილი. არიან შეხმატკივრებული კარგად და ქვეყანა მიდის მძიმედ და რთულად. თქვენ აი რასაც ვითმენ ჩვენ და რა გარუსებული ყოფილა მთელი საქართველო, მე ვერც კი წარმომედგინა და არ ვაკეთებ ამას შეურაცხყოფას, რომ რა რუსული სიმღერები დაიწყეს. მე დღეს ამ ტრიბუნიდან ვამბობ, სამი რამ ჭირდება სია საქართველოს. პირველი სია, ნულოვან აუქციონზე ვინ შეიძინა ეს მთავარი სიმდიდრეები. მეორე, ვინ გამოიტანა სესხები, ვინ ეწერა იმ სიაში დემურ დვალიშვილმა თავი რომ მოიკრა, რატომ ალავენ ამ სიას, ლევანდე ხელისუფლებაში ეცხა. და მესამე 1200 პაკეტი რომ ნახეს უშიშროების მინისტრის ნათესავის ოჯახში. რა გვარებზე იყო ისინი? მე ვიცი ძალიან ბევრი და ვხედავ, რომ ისინი დღეს თავს იკლავენ იმისთვის, რომ აქონ ხელისუფლება რომ ოღონდ ესე არ გამოქვეყნდეს. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ერთიც მეორეც მესამეც, ანუ ეს არის ეროვნული პროცესი, ეს არის ეროვნული მოძრაობა, კაცები დადგებიან, ჩვენ ამ შეხვედრიდან გამომდინარე, ერთ 15 კაციან შეხვედრას
აი ამ მოკლე პერიოდში გავაკეთებ, ერთმანეთში გავცვლით მოსაზრებებს, აქ ხართ ის ხალხი, ვისაც მოვიწვევთ და ზოგიერთი პიროვნება, ვინც ვერ მოვიდა დღეს, ჩვენ დღეს არავით არის ვაჟა-ფშაველა ამბობდა, რომ 20 კაცია საჭირო და ქვეყანა შეიცვლება, რომ დღეს 20 ძალიან სწორად ორიენტირებული, 20 ძალიან სწორად ჩამოყალიბებული ადამიანი იმ 90% ვაჟა-ფშაველა რომ ამბობდა, თვალებ ახილებული ხალხია ქვეყნისთვის კარგია. თვალებ ახილება უნდა გააკეთოს სწორედ იმ გუნდმა, რომელიც დაიწყებს ეროვნულ მოძრაობას. მე ამ ეროვნულ ლაპარაკი არ არის. ჩვენ გავაკეთებთ, მარტო ჩვენ არავით არის ყველა, ვისაც ამის სურვილი აქვს და მე არ ვამბობ იმას. მეცნიერ და კონგრესი არავის ერთი ორი კაცი, აქ არის 400 და 500 კაცი, უამრავი ადამიანია კიდე, 10 ოჯახები და ყველაფერი. მინდა გამარჯვება გისურვოთ, წარმატება გისურვოთ. კარგი დღეა დღეს, დიდი დღეა დღეს და ეროვნული მოძრაობით გამარჯვებულ საქართველოს